საღამო მშვიდობისა კვირის მიწურულს მომდევნო კვირის და ახალი თვის დაწყებამდე მაესტროს ეთერშია იან რუსთვის ბოლო გამოშვება კვირის ინფორმატორი. დღეს პროგრამაშია. როკი საქართველოში და ქართველი როკმენები. ყველაზე საინტერესო კულტურული მოვლენების საინფორმაციო ვიდეო კოლაჟი სამამულო ბეჭდურ მედიას ახალი და მაღალი ხარისხის პროდუქცია შეემატა. სტუდიის სტუმარი ჟურნალ ანა ბეჭდის დამფუძნებელი ნინო დარასელი. პრესის მიმოხილვა. რეალურ სერიალში კაბუს ახალი გმირი შეცვლის. კაბუ და პერსონა X-ი სტუმრად კვირის ინფორმატორის სტუდიაში. ტელეპორტრეტში მხატვარი ვახტანგ კაბუნია. ასევე სტუდიის სტუმრები რეჟისორი გიორგი ებრალიძე და ტელეჟურნალისტი სერგი გვარჯალაძე და პირველი ქართული ვიდეოკლიპები. 2 პროექტი ქალაქი ღამით და 4 ვიდეო ნოველა. სამოციან წლებში საქართველოში როკ მოძრაობა დაიწყო. თბილისში ჯინსებიანი და გრძელთმიანი ბიჭები გახდნენ. გაჩნდნენ, რომლებიც თვითნაკეთ ინსტრუმენტებზე ძალიან აკრძალულ მუსიკას უკრავდნენ და ამავე მუსიკას დიდი აქტიურობით უსმენდნენ. ვინ არიან, როგორ გაჩნდა როკი საქართველოში, როგორ განვითარდა და ვინ არიან ის იმდროინდელი გრძელთმიანი ბიჭები და მათი მიმდევრები, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. You being around. Help me get my feet back on the ground. აბა დასაწყისში ნამდვილად ვერავინ იფიქრებდა, რომ 50-იან წლებში როკ-ენ-როლად მონათლული რიტმები 60-იან წლებში ჰიპების მოძრაობად გადაიქცეოდა. 70-იან წლებში პანკად, ხოლო 80-იანი წლებიდან 90-იანებამდე სერიოზულად განვითარდებოდა და მთელს მსოფლიოს მოიცავდა. მოკლედ ეს როკი იყო, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა სივრცეში ყველაზე მძლავრად სწორედ საქართველოში შემოაღწია. დღეს კი ამავე საქართველოში, ამავე მუსიკის არსებობა არ-არსებობის შესახებ დავობენ და იმასაც ამბობენ, რომ როკის ისტორია ჩვენთან, სადაც სერიოზული უძრაობის პერიოდში პირველი მასშტაბური როკ ფესტივალი ჩატარდა, ნაადრევად და სევდიანად დასრულდა. მოკლედ საქართველოში კულტურული რევოლუცია მაინც მოხდა თანაც მაშინ, როცა საბჭოთა იდეოლოგია ახშობდა ყველაფერს, რასაც განსხვავებული და საინტერესო ერქვა. მით უმეტეს როკ მუსიკას, რომლის მოსმენა ისეთივე დანაშაული იყო, როგორც მისი შესრულება, როგორც განხეხილი ჯინსები, ან თუნდაც ელექტროგიტარასთან ურთიერთობა. მოკლედ ამ ყველაფრის მიმართ საჭირო იყო პროტესტი და როკმაც არ დააგვიანა. იგი საქართველოში რკინის ფარდისა თუ სხვა წინაღობების მიუხედავად მაინც შემოვიდა და მაშინდელი თაობა აიძულა არამხოლოდ მისი რიტმისთვის აეყოლებინათ ფეხი, არამედ გიტარებიც აეღოთ ხელში და ემღერათ თანაც იქ, სადაც ყველაზე მეტად ვრცელდებოდა აკრძალვა. მოკლედ თუ როკმა მსოფლიო შეცვალა, შეცვლიდა საქართველოსაც. ალბათ ამიტომაც აზრი, ანგნებავ შეხედულება იმის შესახებ, რომ როკ მუსიკოსები მისიონერები არიან, ეჭვს დღემდე არავის შეიწევს. მოკლედ საქართველოში მოხდა რევოლუცია, თანაც როკის რიტმებით. ამავე მუსიკამ აქ ნაცნობი ფორმით. ბიტლზის, როლინგ სტოუნზის, ჯიმი ჰენდრიქსის მუსიკით დაიწყო შემოდინება. ხელიდან ხელში, ფარულად, საბოლოოდ კი ხმაურიანი კონცერტებითა და შესაბამისად სერიოზული პრობლემებით. როგორც სოფლიოში იყო პროტესტი, აქაც იყო. მაგრამ განსხვავებით იმისა, ჩვენთან კომუნისტური საზოგადოება ცხოვრობდა მაშინ და ორმაგად სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ. ვიდრე დასავლეთში. იქაც იყო რაღაც აკრძალვითი ფორმები მოეხსენებათ, ჩვენთან უარესი არ შეიძლება ესეთი. წარმოიდგინეთ შორეული 63-64 წლები წარმოიდგინეთ. დაახლოებით 1 წლით ან 2 წლით მოგვიანებით ვიდრე დასავლეთში. მაგრამ ხო მაინც იყო რა. მაინც ვახერხებდით რაღაც კონცერტებს, ყველაფერს. მოდა ისეთი რამეა, რომ არ შეიძლება ამას გვერდი აუაროს ადამიანმა და ყველა დროს თავისი მოდა და თავისი გატაცება აქვს. მე მაგალითად იმ პერიოდის მუსიკოსი ვარ და ადამიანი, რომელიც მოესწრო პირველად აი ამ ჟანრის დაბადებას, რასაც როკ მუსიკა ქვია და ამ მოძრაობას და ამ ცხოვრების წესს. ეს იყო თავისუფლების სილაღის მუსიკა და პირდაპირ ურთიერთობაში იყო პირდაპირ ცხოვრების წესთან.
თუმცა შედარებით ახალ თაობას დღეს ამ ისტორიასთან დაკავშირებით საკუთარი, თანაც გარკვეულწილად განსხვავებული აზრი აქვს. პოლიტიკური შეზღუდვა გასაგებია, მაგრამ სოციალური შეიძლება და ალბათ უფრო მეტი გაეკეთებინათ. მე ვთვლი, რომ საკმარისი არ გაკეთდა. მაინც აი იმ წლებში, როცა ეს მუსიკა უნდა აქ ჩამოყალიბებული იყო როგორც ძირითადი მიმართულება. ყველაზე მეტი პროტესტის და ფაქტიურად იმ პრობლემებზე საუბრის და სიმღერის დრო, რაზეც 60-იან წლებში დასავლეთში ჩვენთან ეხლა დადგა ეს. აი სწორედ 80-იანი წლების ბოლოდან. დღეს ალბათ ზუსტად არავინ იცის ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველმა აიღო ხელში ელექტროგიტარა და მასზე როკის შესრულება სცადა. თუმცა ის, რომ პირველი გიტარები საქართველოში უმეტესად ხელნაკეთი იყო, ამაზე დღეს არავინ დავობს. მოკლედ ქართული როკისა და გიტარების ისტორია, რომელიც ძალიან წააგავს დასავლურს, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ორიგინალურად გამოიყურება ასეთია. პირველი გიტარა მე თუ გავაკეთე, გამოვთვალე. ხისგან ისე ვეფერებოდი, ისე ულით იმ გიტარას. ავაწყე, გავაკეთე, შემდეგ პროტესტიშტის და დავამტვრიე ჩემი ხელით რაღაც მომენტში. მაგიდებს ვჩვენეთ, რომ გიტარები გამოგვიჭრდა მთელი ამბავი. პირველი არც აპარატი და არც გიტარა მოიხსენება ახლა საიდან ყოფილიყო 63, 62 და ასე წლებში. ახალგაზრდა ვიყავი. თვითნაკეთი გიტარები, ასე ვთქვათ, აი ამით და შემდეგ უკვე მე როგორი გზები თვიშვე, კარგი გიტარა ვიშვე, შემდეგ რაღაც სხვანაირი გზებით. სხვათა შორის ბაჩი ქიტიაშვილმა, რომელიც ქართული როკის პიონერად ითვლება პირველ სერიოზულ გიტარაში, მაშინ არანაკლებ სერიოზული თანხა 300 მანეთი გადაიხადა. სხვათა შორის ბაჩი მის ბერმუხასთან ერთად სამამულო როკის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს წარმოადგენს. იგი ქართული როკის პირველი თაობის წარმომადგენელია, მასთან ერთად კი ამავე თაობის სიაში ირიცხებიან ვალერი კოჩაროვი, ვოვა მოგელაძე, დათო შუშანია, დათო სულაქველიძე, ჯგუფებით Cold Flame, კვადრატი, ბლიცი და სხვები. სწორედ ესენი იყვნენ ის პიონერები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოში როკ მუსიკამ შემოაღწია და იგი მხოლოდ უცხოურ მოვლენად არ დარჩა. თუმცა მათთვის როკი მხოლოდ მუსიკა კი არა, უპირველესად ცხოვრების წესი იყო, რომელიც ყველას აღიზიანებდა, უფრო მეტად კი უფროს თაობას, რომელიც თავისუფლების მუსიკაზე შეყვარებულ ახალგაზრდებს მუდმივად კიცხავდა და სდევნიდა. ჯერ მოდას ვიყავით აყოლილები, მაგრამ მე ერთმა პოლიტიკოსმა მაშინდელმა მითხრა, რომ შენ არ იცი რა საქმეს აკეთებ. და როცა ჩავუფიქრდი, ნუ ახალგაზრდა კაცი ვარ ახლა, კი ბაძავ ვიღაცას რაღაცას, მაგრამ სინამდვილეში ხო ეს ჩვენი კონცერტები აქციებს უფრო გავდა, ვიდრე კონცერტებს. იყო ერთი ამბავი და ახლა კომუნისტის კი ვიყავით გამოჭიმულები ჩვენ. თან პირველ გვერდზე არ დაგავიწყდით, პოლიტიკურ გვერდზე. ფერმუხა იყო კომუნისტი პირველ გვერდზე. და პირველი გვერდი იყო პოლიტიკური, ეს იმას ნიშნავდა, რომ ანსამბლი უნდა ან დაშლილიყო და ან პასუხისგება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აკრძალვები თავის დროზე ჯაზის იყო, აკრძალვები იყო საესტრადო მუსიკაზე, გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ეგეთი ქვეყანა იყო, კომუნისტური ქვეყანა და ალბათ რაღაცა შიში იყო იმისი, რომ ადამიანის ფსიქიკა არ გაყმენილიყო ისე, რომ მე უფრო კარგად შეეხედა ამ შინაგან საქმეებში და არ მოსწონდებოდა. მხოლოდ და მხოლოდ უსმენ ღამე რადიოს, რაღაც BBC-ს ტალღას, ანგოლოს ამერიკას უსმენ და მთელი ღამე და რაღაცებს არჩევდა, იწერა რაღაც ისეთი მაგნიტოფონი იყო, რომ ჩემ პერიოდში დასაწყისში არ მინდა თქვა ის ფილმები, აი დიდი ბაბინები და იმაზე უნდა ჩაწერო იქიდან გარჩევა. წინააღმდეგობა მქონდა. ძალიან დიდი წინააღმდეგობა, ნუ მიჭერდნენ პოლიციაში, ნათესავები მემდურებოდნენ, სკოლაში მაგდებდნენ, რისხავდნენ და სულ მარტო იმის გულისთვის, რომ კაცი შეიძლება ქონოდა დავუშვათ ცოტა უფრო მეტი ზომის თმა, ვიდრე აქვს მასიურად. თუმცა ამის მიუხედავად საქართველოში მაინც მოედინებოდა ინფორმაცია, თანაც აკრძალული ინფორმაცია. ტარდებოდა კონცერტები ელექტროდეპოს კლუბში, 31 ქართლის კლუბში, სხვადასხვა ქალაქებში. ხშირ შემთხვევაში იყო დარბევებიც. მე მახსოვს 80-იან წლებში ჩაგვეშალა სპორტ სასახლეში, იმიტომ რომ იქ იმდენი ხალხი მოვიდა. მე უშიშროების წარმომადგენელი მოვიდა და ჩაშალა ეს კონცერტი 80 თუ 79 წელი იყო სპორტის სასახლეში. ჩვენ ვეღარ მოასწარდი გამოსვლა ფაქტიურად. დაკომპლექტებული იყო ჯგუფები, აი იმდენი ხალხი მოვიდა, რომ აკრძალეს ეს კონცერტი. მოკლედ ამავე კონცერტებმა საბოლოოდ საქართველოში საბჭოთა კავშირში პირველი როკ ფესტივალის ჩატარება განაპირობა. ფილარმონიაში გამართულ ფესტივალზე ჯგუფები მთელი საკავშირო სივრციდან ჩამოვიდნენ. ესი ჯგუფები იყო, რომელთა დიდი ნაწილი საბჭოთა იდეოლოგიას არ აღიარებდა. მოკლედ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ამ მიმართულებით სწორედ საქართველოში მოხდა. კურირებდა
ევგენი მაჯავარიანი, გაიოს კანდელაკი კურირებდა. ხალხი რომელსაც სიტყვა ეთქმოდა მთავრობაშიც. ხო და მე ძალიან მეგვირდა ესეც სარისკო საქმე იყო ეგ ყველაფერი. მაგრამ როგორც ასეთი კარგად ჩატარდა. ნამდვილად კარგად. იმდენად დიდი იყო ჩვენი სურვილი რომ ამ ფესტივალში მონაწილეობა მივეღო რომ ყველაფერზე წავედით რომ რაღაცნაირად ეს ცოტა ჟანრი შევცვალე ცოტა ისე რომ ეს ქართული კომპოზიტორების, ცნობილი კომპოზიტორების შეგოსრულებინა. ნუ რა თქმა უნდა, ქართველების გამოსვლა მანდ ამის დიდი წარმატებით არ გამორიჩიოდა ამ ფესტივალზე. როცა ამ დროს გამოვიდნენ ეს გზებაში გოვი პირველად აკვარიუმი იყო ანსამბლი. გამოვიდა ეს მაშინავრებინი. ეს ყველაფერი 70-იანი წლების დასასრულამდე ასე ვითარდებოდა. ამის შემდეგ კი კერძოდ 80-იან წლებში საქართველოში როკ მუსიკოსთა ახალი თაობა წამოვიდა. ამავე თაობას მიეკუთვნებიან ლადო ბურდული, ირაკლი ჩარკვიანი, დადა დადიანი, ქიშო გლუნჩაძე და კიდევ არაერთი მუსიკოსი. მათი ნაწილი დღეს საქართველოში არ არის, თუმცა მეორე ნაწილი, რომელმაც ქართული მუსიკალური სივრცის პარადოქსულობას გაუძლო, როკ მუსიკას დღემდე მისდევს. თუმცა ასეთების რაოდენობა საქართველოში ძალიან მცირეა. ვაკის პარკი კი ერთ-ერთია იმ ერთგულთაგან, რომელიც დღემდე საქართველოშია და როკის მიმდევართა შორის საკუთარი პოზიციები ნამდვილად გამაგრებული აქვს. ამ მუსიკის უფრო ისეთი ტალღა წამოვიდა მე ვთვლი რომ 80-იანი წლების მეორე ნახევარში. მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ უკვე 99 წლის 9 აპრილის მერე განვითარება მოვლენებმა ეს ტალღა შეაჩერა და რაღაც სიცარიელის 5-6 წელიწადი ჰქონდა, რის შემდეგაც უკვე პრინციპში აი ამ ტალღის უკან დაბრუნება და დროისის უკვე არარეალური იყო. ამ შემთხვევაში უკვე სხვა მუსიკალური მიმართულებები გახდა პოპულარული. ის ადამიანები, რომლებიც ძირითადად 80-იან წლებში მოღვაწეობდნენ, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგმა სხვა პროფესია არჩია და საერთოდ დაანება მუსიკას თავი და რაღაც მცირე ნაწილმა ალბათ უფრო განიცადა ეს ტრანსფორმაცია და სხვა მიმართულებებსაც შეიძლება მოერგო. აი ასეთია მოკლედ როკის ისტორია ქართულად. დღეს კი აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში როკ მუსიკის ისტორია ნაადრევად დასრულდა, მუსიკოსებში სხვადასხვაგვარ რეაქციას იწვევს. ძველი თაობა დარწმუნებულია, რომ საქართველოში როკი და მისი მიმდევრები დღემდე არსებობენ და ეს მიმდინარეობა ჩვენში ყოველთვის იქნება აქტუალური, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით შედარებით ახალი თაობის წარმომადგენლებზე, რომლებიც როკ მუსიკის განვითარებას თანაც საქართველოში უფრო სკეპტიკურად უყურებენ. და ხანდახან იმასაც აცხადებენ, რომ როკმა საქართველოში ბოლომდე ამოწურა საკუთარი რესურსები. მოკლედ აზრები განსხვავებულია, თუმცა როგორც ირკვევა, ქართული როკის პირველი თაობა მომავალში კიდევ არაერთი კონცერტის გამართვას აპირებს. ეს კი ალბათ სკეპტიკური შეხედულებების გასანეიტრალებლად ყველაზე მოსახერხებელი არგუმენტია. როკის თემის ერთგვარი გაგრძელება იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის ფინალი, როცა სტუდიაში შემოვლენ გიორგი ებრალიძე და სერგი გვარჯალაძე და ვისაუბრებთ სამამულო შოუ-ბიზნესის საწყის ეტაპებზე. საიდან აიღო სტარტი საქართველოში კლიპ ინდუსტრიამ, ანუ როგორ დაიბადა პირველი ქართული მუსიკალური ვიდეო პროდუქცია. ახლა კი მოდით თანამედროვე შოუ-ბიზნესს გადავხედოთ, ნახოთ რა მოხდა ყველაზე საინტერესო ამ ერთი კვირის განმავლობაში. ქართველი ახალგაზრდობა ნარკოტიკების გარეშე. ასეთია სწორედ იმ ახალგაზრდების მოწოდება, რომლებიც ჩარდენის ქუჩაზე შეიკრიბნენ და ამ საშინელ დაავადებასთან ბრძოლის მიზნით აქცია-კონცერტი გამართეს. ღონისძიების მოწყობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და ანტინარკოტიკული მოძრაობა ჩვენის საქმეც მონაწილეობდნენ. აქციაზე ქართულმა როკ ჯგუფმა გარეუბანმა დაუკრა. განახლებულ მუსკომედიის თეატრში საპრემიერო რეპეტიციები მიმდინარეობს. 27 მარტს თეატრის ახალი სეზონი ალბერტ კამიუს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით გაიხსნება. ქალაქი ალყაში, ასე ქვია პიესას, რომლის დამდგმელი რეჟისორი დათო დოიაშვილია, მხატვარი მურაზ მურვანიძე. პიესა მუსიკალურად ბახის ქორალებით და ზოგადად ბახის კლასიკური ნაწარმოებებით იქნება გაფორმებული. ამ კვირაში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ქალბატონ ინოლა გურგულიას ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელშიც მისი ოჯახის წევრებთან ერთად თამრიკო ჭოხონელიძე და მარიამ როინიშვილიც მონაწილეობდნენ. საღამოზე ყველასათვის კარგად ცნობილი და საყვარელი სიმღერების გახსენების პარალელურად ინოლა გურგულიას სიმღერების კრებულის პრეზენტაციაც მოეწყო.
რუსული ესტრადის წარმომადგენელი ირაკლი ფირცხალავა თბილისს 3 დღით ესტუმრა. სავარაუდოდ მარტის თვეში ქართველი მსმენელი მის სოლო კონცერტს მიიღებს, რომლისთვისაც სერიოზული სამზადისი უკვე დაწყებულია. სპეციალურად თბილისის კონცერტისთვის მომღერალი ახალ სიმღერებზეც მუშაობს, ასე რომ კონცერტზე ცნობილი ჰიტების პარალელურად არაერთი სიმღერის პრემიერაც შედგება. თბილისში ხელოვნების ნაციონალური ცენტრი შეიქმნა. ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ხელოვნების პოპულარიზაციამ მსოფლიო მასშტაბით. კულტურულ საგანმანათლებლო ბაზის შექმნა და თანამედროვე ხელოვნების განვითარება. ასეთია ცენტრის მიზანი. გახსნაში ოფიციალური პირების გარდა თანამედროვე ქართული ხელოვნების ბევრი ცნობილი ადამიანი მონაწილეობდა. პირველი საჩუქარი კი ფერწერული ნამუშევარი სახელწოდებით ანთემი ცენტრმა ცნობილი ავსტრიელი მხატვრისგან უილიამ კელისგან მიიღო. სტუდია სანო რეკორდში ლიზა ბაგრატიონი ლილიკო ნემსაძის სიმღერის შემოდგომის მზის ჩაწერით იყო დაკავებული. მომღერალი, რომელიც ძირითადად ლირიკულ სიმღერებს ასრულებს, ახლა ფიქრობს, რომ დროა რეპერტუარში შედარებით რითმული კომპოზიციები შეიტანოს. კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა დაასრულა მუშაობა ფილმზე სახელწოდებით უსუი, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს თეატრალური სარდაფის რეჟისორი ლევან წულაძე ასრულებს. თანამედროვე თბილისის შესახებ შექმნილი ფილმის სცენარი ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწერა, რომელიც იმავე წელს კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული გახდა და მისი ავტორი ახალგაზრდა მწერალი ირაკლი ლომოურია. დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთი მელუა 19 მარტს სამხრეთ აფრიკაში გასამართ საქველმოქმედო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას, რომლის შემოსავალი შიდსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხება. კონცერტის ორგანიზატორები არიან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა და ჯგუფ Queen-ის წევრები. ქეთი მელუას სცენაზე ყოფნის 40 წუთიანი რეგლამენტი აქვს და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე სიმღერას Queen-თან ერთადაც შეასრულებს. ვიქტიკო თავის პირველ ალბომზე მუშაობს და მაესტროს ხმისჩამწერ სტუდიაში ის გელაგნოლიძის ახალ სიმღერას წერს, რომლის ტექსტის ავტორიც თავად არის. ალბომის გამოსვლამდე კი შესაძლოა ვიქტიკოს კიდევ ერთი ახალი კლიპიც ვიხილოთ. დღეს რამდენიმე საათის წინ კლუბ ნუანუაში მეფე ჩარკვიანის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას მხატვარ ნიკუშა შენგელაიას პირველი ვიდეო ნამუშევარი წარუდგინა. კომპოზიციაში მოდი აქ ძალიან ბევრ ცნობილ სახეს იხილავთ, მათ შორის მსახიობ ზურა ყიფშიძეს. ნიკუშა ძალიან კარგი მხატვარია, შეიძლება ბევრმა არც იცის, როგორი მხატვარია, იმიტომ რომ ზარმაცია და დიდი ხანია არაფერი არ გაუკეთებია. მე უბრალოდ მახსოვს მოსკოვიდან ნიკუშას დიპლომი და ასე შემდეგ ამასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა. და მართლა კარგი მხატვარია. ეხლა მე ცოტა ეჭვმეპარებოდა რომ საქმე თვითონ ეს საქმე სულ სხვა საქმეა, ხო? მე მომეწონა ძალიან ირაკლის სიმღერა, საერთოდ მომწონს ირაკლის სტილი, მუშაობის ყველაფერი და ერთად გადავწყვიტეთ რომ ვიზუალური კლიპი გაგვეკეთებინა. სირთული არაფერში არ იყო, გარდა იმისა ყველაფერს მუშაობა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ ის რომ აი თვითონ ეს კომპოზიცია რომელიც არის ეს არის ფაქტიურად ნოსტალგია 70-იანი 80-იანი წლების ფანკზე, ფანკ კულტურაზე, რომელიც მე და ნიკუშამ დავშვით როგორც მეგობრებმა ერთად გავიარეთ ეს ეპოქა. ამიტომ ძალიან იცი რა მგრძნობიარე უნდა იყო, ძალიან უნდა იცოდეს ზუსტად ის სტილისტიკა ამ ეპოქის, რომ ეს ვიდეო გააკეთო. ამიტომ იცი რა ხა ძალიან ახალგაზრდა თანამედროვე რეჟისორს დავშვით, ვინც ეხლა აკეთებს პროდუქციას, მე იმას ვერ ვანდობდი ამ მუსიკას, იმიტომ რომ ეს მუსიკა არის ფაქტიურად თამაში იმ დროზე. რაც შეეხება ქეთათოს, ის ამჯერად მხოლოდ მსახიობის ამპლუაშია წარმოდგენილი. მე ამ სიმღერაში არ მღერი, მაგრამ რაღაც ისეთი როლი მაქვს, რომ მე და ირაკლი რაღაც როგორც შეყვარებულებს თამაშობ. თუნდაც ტანდემიც გაამართლებს, იმიტომ რომ მეგობრები არიან, ნიკუშა გრძნობს ძალიან კარგად ირაკლის მუსიკას და იმედია ძალიან კარგი იქნება. და თუ მეგობრების შემოქმედებითი ტანდემი მართლაც გაამართლებს, ახლო მომავალში შესაძლოა მათი კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი ვიხილოთ. გვაქვს ჩვენ გეგმა ერთი მე და ირაკლი ძალიან კაი სიმღერაზე ხარ ვიტყვი სეკრეტია რომ გავაკეთოთ უპატრონო ბავშვებისთვის ერთი კლიპი ნახოთ გულოცავთ მეფეს და ქეთათოს კიდევ ერთი ახალი და დარწმუნებული ვარ ძალიან ხარისხიანი ვიდეოს შემატებას და როგორც ხვდები ერთი კვირის შემდეგ, ანუ კვირის ინფორმატორის მომდევნო გამოშვებაში ჩვენ ამ კლიპის ტელეპრემიერა შემოგთავაზებთ. ახლა კი კიდევ ერთ ძალიან სასიამოვნო სიახლეზე გიამბობთ, რომელსაც ანა ბეჭდი ქვია და თუ დღემდე ეს სიტყვა თქვენში კრიმინალურის ასოციაციას იწვევდა, ამიერიდან უფრო საინტერესო, სახალისო და ფერად ემოციებთან იქნება დაკავშირებული.
ამბობენ, რომ ქართული პრესა გაყვითლდა თანაც ზომაზე მეტად. მოკლედ, სიყვითლის მაჩვენებელი ბაზარზე მით უფრო მატულობს, რაც უფრო მეტად იზრდება ახალგამოსული ჟურნალ-გაზეთების რიცხვი. თუმცა ახლახან ქართული ბეჭდური მედიის ბაზარზე გამოჩენილი ახალი ჟურნალი ანაბეჭდი, რომლის შინაარსობრივი მხარე სულ შესაბამისობაში მოდის ვიზუალურ მხარესთან, სიყვითლისკენ ყველაზე ნაკლებ მიდრეკილებას ავლენს. მეტიც იგი მრავალფეროვანია და საინტერესო. ჩემი ნაწილი ერთად არის გრაფიკული ნაწილი, მაგალითად ერთად გუნდმა მოიფიქრეთ ის, რომ ჟურნალს ჰქონდა არა სათაური, არამედ ჰქონდა ლოგოტიპი, რომ უფრო ცნობადი ყოფილიყო და გამორჩეული. ჟურნალი არის წარმატებული მაგალითი გუნდური მუშაობისა, რაც საქართველოში ესე ცოტაა, იმიტომ რომ ესეთი მკვეთრი დააყოფა თქვა ვინ ამ ფუნქციას ასრულებს ძალიან რთულია აქ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ერთი გუნდი ვართ, რომელიც მუშაობთ ერთი საქმის ირგვლივ და ჯერჯერობით ეს გამოგდის და იმედია კიდე გამოგვივალ. ვცდილობთ, რომ ახალი ავტორები ვიპოვოთ და უფრო ახალგაზრდები მოვიყვანოთ და ამითი ვფიქრობ, რომ ამითი უფრო საინტერესო იქნება. ჟურნალ ანაბეჭდის გამოცემა ტელეწამყვან ნინო დარასელს უკავშირდება, რომელიც ამავე ჟურნალის დამფუძნებელია. მოკლედ ტელესივრციდან იგი ბეჭდური მედიის მიმართულებით გადაადგილდა და შესაბამისად მკითხველმა ახალი პროდუქტი მიიღო. მაღალპოლიგრაფიული ჟურნალი ბევრი საინტერესო ადამიანის ანაბეჭდითა და საინტერესო პუბლიკაციით. ტელევიზია რო წამოვიდა, ისე იყო რა გავაკეთე და ჟურნალი. და ჩვენ ყველანი მთელი ბრიგადა შევიკრივეთ, დავაჭერით და მოვიფიქრეთ. ბევრი ვიფიქრეთ ძალიან, მაგრამ მოვიფიქრეთ ეს და მე მგონი კაი გამოგვივიდა. დამწერები არიან ძალიან საინტერესო ხალხი და ძალიან საინტერესო იდეებით მოდიან. ჟურნალი არის მრავალფეროვანი. წაიკითხეთ ალბათ. სტატიები, ნებისმიერ სტატიას ვიღებთ, ოღონდ ეს კლიშე და ეს სტანდარტის ხაზი რომ მოხსნათ, ეს არის ჩვენი მთავარი იდეა. საავტორო გუნდი არსებობს, იმიტომ რომ არ შეიძლება ისე ვერ გააწყობს ჟურნალს თუ ერთი ხუთი კაცი მაინც არ ყავს, ვინც ინტენსიურად ამ ჟურნალში იღებს მონაწილეობას და წერს და პრინციპში ყველაფერი იქნება გუნდური პრინციპით კეთდება და წყდება. ჩვენ კონკრეტულად ფოტო სტუდია გვაბარია ანაბეჭდის და რა ვიცი, ვცდილობთ ვართ რამდენი კაცი 5 დაახლოებით, ვცდილობთ რომ იყოს ხარისხი სხვა რაღაცა საერთო ინტერესები, რაც ჩვენ გვაინტერესებს და იმედი გვაქვს რომ სხვასაც დაინტერესებს. ანაბეჭდის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ კინოთეატრ ამირანში გაიმართა. ამავე ჟურნალში ბეჭდურ თუ ფოტოგანზომილებაში მოხვედრილი გმირებითა და სტუმრებით. მიხარია რომ ძალიან გემოვნებიანი ხალხი შეიკრება ერთად. თვითონ ფაქტურა ძალიან კაი ჟურნალს, ძალიან მაგარი ჟურნალია რა. ყველაფერი ლამაზია, ანუ ვიზუალური მხარე არის ძალიან გემოვნებიანად გაკეთებული და ძალიან მომწონს. თვითონ იდეაც მომწონს, ანაბეჭდი თვითონ სათაური ძალიან ისეთი ორიგინალურია და საკაიფოა რა. მე მომწონს. ძალიან მომწონს ვიზუალურადაც, ცოტა ფაქტი რომ ახალი ჟურნალი გამოდის, როგორ კაია, თან კარგია რა, ჩემი აზრით, რა ვიცი. სხვათა შორის ჟურნალში თუ კი მისი გადაკითხვის სურვილი გაგიჩნდებათ, ბევრ საინტერესო პუბლიკაციას აღმოაჩენთ. მათ შორის ძალიან ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ავტორების შესრულებით. და კიდევ აქვე ყველაზე ეფექტური ფოტონამუშევრებია. მოკლედ ერთი მიკრო გამოფენა ჟურნალში ყოველთვიურად გელოდებათ. ცხადია სხვადასხვა თემაზე შეთხსულ პუბლიკაციებთან ერთად. შეგახსენებთ, რომ მაესტროს ეთერშია კვირის ინფორმატორი და დღეს ჩვენთან სტუდიაშია ჟურნალ ანაბეჭდის დამფუძნებელი ნინო დარასელი. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის და ძალიან მიხარია რაღაც განახლებულ მაესტროში ვიმყოფები, იმიტომ რომ ჯერ ისეთი ძალიან მიყვარს მართლა და გულშემატკივრობს სულ. თან ეხა უკვე ვიმყოფები როგორც ძველი მაესტროელი და უკვე საქმიანი ხარ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გილოცავთ, მართლა ძალიან წარმატებული იყო პრეზენტაციის დღე და რომ ნახე ჟურნალი, მართლა არაჩვეულებრივი ჟურნალია, გილოცავთ და პირველ რიგში მე მინდა კითხოთ, ტელევიზიიდან წამოსulis გამოწვეულმა დეპრესიამ ხო არ გადაგაწყვეტინათ ჟურნალის შექმნა? არა, სხვათა შორის ტელევიზიიდან თქვათ, ერთი ტელევიზიიდან რაც შეეხება სახელმწიფო ახს ისეთი უჩვეულო იყო წამოსვლა, იმიტომ რომ უცებ აღმოჩნდა, რომ ბატონ გასტინცია დირექტორი ხო იცი რომ გეგონა და უცებ რო გითხრეს რომ იცით რა ხვალინა შეგიძლიათ აღარ მომდანეთ მაგრამ რაც შეეხება მაგალითად ახლა იმიტომ არა რომ თქვენთან ვიყოფები ტელეკომპანიაში ძალიან კარგად ვგრძნობდი აქ თავის თავად მაგრამ გადავწყვიტე რომ ბავშვი გამეჩინა მე სარგებლო ამ პაუზით რაღაცა მაგრამ ბავშვის გაჩენის მაგალითად გაჩნდა ანაბეჭდი გაჩნდა ხო ჯერჯერობით ნინო როგორ ქონდათ გათვლილი რა კატეგორიაზეა გათვლილი ანაბეჭდი
იდა პირველად ვფიქრობდით, რომ ყოფილიყო მარტო ახალგაზრდული თავისთავად. მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ ჩემთვის რაღაცნაირად აი ზღვარი რაც უფრო ვიზრდები, შეიძლება მაგის გამო რაღაცა გადაიწიეთ. თუ აქამდე მეგონა რომ 50 წლის, 60 წლის ადამიანი საკმაოდ თქვათ ხანში შესულია იმისათვის, რომ ესეთი ჟურნალი წაიკითხოს, ეხლა ესე აღარ ვფიქრობ და ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი ასაკის მკითხველმა შეიძლება ყოველ შემთხვევაში თავისთვის იპოვოს რაღაცა საინტერესო. ყველა ასაკზე მეტნაკლებად. აი თინეიჯერებზე უფრო არ არის იმდენად გასული, რამდენადაც თქვათ აი შუახნის ადამიანზე, თქვათ 20 მე ესე ვფიქრობ, ალბათ 20-დან, რა ვიცი, ზემოთ. თუმცა თინეიჯერიც თუ წაიკითხავს ჟურნალს, იქაც იპოვის, მისთვის ალბათ საინტერესო იქნება. და ალბათ მიიღეს პატარა ანუ შემეცნება რა. კარგი იქნება ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უკვე ხა თინეიჯერებს იცი რითიც დღეს არიან დაინტერესებული, ხო, მაგრამ თუ შენ სხვა რაღაცას მიაწოდებ, შეიძლება იმითი დაინტერესდე. თუმცა გააჩნია იგივე ის თავიანთი საინტერესო თემებით რაღაცა ისეთი კუთხით მიაწოდო, რომ უფრო ინტელექტუალური თვალსაზრისით. ხო, იცი რა არის, შეიძლება ესეც არის, რომ პროდუქტი თავისთავად საქართველოში გამოდის ისეთი, რასაც მომხმარებელი ითხოვს, მაგრამ ესეც არ არის. არის რომ შენც მიაწოდე სხვა რაღაცა და შეიძლება მიიღოს ძალიან კარგად, არა? როგორ ფიქრობთ ბაზარზე, აი რა ადგილს დაიკავებს ეს ჟურნალი ბაზარზე? ანუ როგორ კონკურენტებს გაუწევს კონკურენციას? რაც შეეხება კონკურენციას, კომერციულობით ვერ გაუწევს. იქიდან გამომდინარე, რომ თავისთავად ალბათ ფართო მასებისათვის გარდა იმისა, რომ ფასი ძნელად მისაწვდომია. ანუ აქ ვთქვათ ფასი და ფასი არის, ნუ პერიოდულობა. ჩვენ თავისთავად 7 ლარათვაბად მამიკ დისტრიბუციის რაღაც პრობლემები, რომელიც თავის ზედა ფასადებენ კიდე და შესაბამისად გამოდის თითქმის ყველგან 8 ლარი. მაგრამ ხო და ეს ფასი საკმაოდ მაღალია, მაგრამ სხვანაირად ესეთი ხარისხის ჟურნალის დაბეჭდა, ესეთი სისქის და ესეთი ტირაჟის უბრალოდ წარმოუდგენელია და კომერციული თვალსაზრისით კონკურენციას ვერ გაუწევთ, მაგრამ რაც შეეხება ბაზარზე, მე მგონი ხალხის ინტერესის თვალსაზრისით გაუწევთ კონკურენციას, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდება, რომ გვაქვს იცი რა, აი მაგალითად ფოტოპროექტები თუნდაც თუ ვთქვათ ბუკვაედი არ არის და არ კითხულობს, კი მაინც დაათვალიერებს რა. აქედან გამომდინარე. თქვენ მე სადღაც მოვისმინე ამბობდით, რომ დავიღალეთ ამდენი სიყვითლით და ამიტომ გადავწყვეტეთ ცოტა სერიოზულობისკენ წაგვეყვანა, მაგრამ რო გადავხედე, არც ისე ცოტაა ყვითელი ინფორმაცია შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც არის საკმაოდ საინტერესოა, მე ამაშიც უც არაფერს არ ვხედავ, რატომ ცდილობდით, რომ არიდებოდით ყვითელს? იცით, სიყვითლეს მე გულისხმობდი, აი ვთქვათ პატარა ჭორების მსგავსი რაღაცეებით, თუნდაც ისეთიც, რაც დღეს იბეჭდება, რაღაც თითიდან გამოწვეული ინფორმაციები, ფაქტურად ტყუილი, ნუ ჩემ თავზე გამოცდილი მაქვს და აქედან გამომდინარე. აი სიყვითლეში ამას გულისხმობ, თორე ცნობილ სახეებს რო ვერავცდებით, თან მით უმეტეს საქართველოში, ეს თავისთავად ცხადია და თუმცა ვცდილობთ, რომ ვთქვათ, თუნდაც კითხოს ისეთი ხალხი წარუდგინოთ, ნუ მაგალითად თათანაკა, ხო, რომელიც ამ ჟურნალში არის, რომელიც არ არიან ჩვენთან საკმაოდ ცნობილები და ამ დროს სინამდვილეში მთელ მსოფლიოში ხო სახელი აქვს განთქმული და გვინდა რომ აი ახალი სახეები წარმოვაჩინოთ. აი მე მაგალითად ეხლა ჩემ თავზეც ხო აი რაღაცა ჟურნალებში ანუ თვითონ ჟურნალების ბრალი კი არ არის რა თქმა უნდა ჟურნალი გამოდის რაც მომხმარებელს აინტერესებს შესაბამისი ინტერესების გათვალისწინებით. ჩემ თავზეც უკვე ცოტა ცუდად ხვდებოდი. კიდე ერთხელ რომ ნახულობდი ჩემ თავ ჟურნალში როდის გათხოვდი რატო იმასკენი ანუ თემა ერთი და იგივე. თემა და იგივე და აუცილებლად ვცდები რომ ახალი სახე. აი ნინო როგორ გონიათ დავუშვათ თქვენი ინტერვიუ რომ მოხდეს ჟურნალ ანაბეჭდში. აი რა თემებზე უნდა ელაპარაკო ნინო და არასოდეს რომ არ იყოს ისეთივე ერთფეროვანი როგორც სხვა დროს. აი ხა უკვე არ ვიცი ყველა თემაზე ნალაპარაკე. ჩემზე არ ვიცი მე არ მოხდები. არ არის ისეთი თემა რაც შეიძლება სპეციალურად ექსკლუზიურად იყოს ანაბეჭდში. იცი აი შეიძლება მაგალითად როგორი რაღაცა იცი აი მაგალითად ეხლა ლაშა ბუღაძე ჩვენი ჟურნალისტისთვის ამზადებს კომიქსებს. აი არავინ არ იცის, ნუ ბევრმა არ იცის, რომ ლაშა გარდა იმისა, რომ კარგად წერს, არაჩვეულებრივად ხატავს. ხო და ეხლა მე თუ სხვა რაღაცას ვაკეთებ კიდე საინტერესო, შეიძლება იმ კუთხით თუ წარმომაჩენე საინტერესო იყოს. ნუ რა აღმოჩნდეს, რომ ძალიან მაგარი სპორტსმენი ვარ, მაგალითად რაღაცაში. აი რამდენად იქნება მე ძალიან ასევე ჩემ თავზე მაქვს გამოცილი და ძალიან ბევრი ადამიანი საყვედურობს ჟურნალისტებს იმის გამო, რომ არიცავენ სტილს. ანუ გადახედავ ნებისმიერ ჟურნალს და რამდენიმე ინტერვიუ ყველა არის ერთნაირი. ანუ არ შეიძლება ყველა რესპონდენტი საუბრობდეს ერთი და იგივე ენით. ხო, ვიღაცა ჟარგონს ხმარობს, ვიღაცა შეიძლება დიალექტზე ლაპარაკობს. ეს ყველაფერი არასოდეს არსად არ არის დაცული. როგორ ფიქრობთ, საჭიროა რომ იყოს ეს სტილი დაცული? ანუ
თქვენ ჟურნალში რამდენად იქნება 13 სტილი რესპონდენტის? იცი რა არის, თავისთავად ძალიან ბევრი ჟურნალისტი მუშაობს ნომერზე, აი ეს არ არის, რომ რამდენიმე ავტორი ყავს, თქვათ, ერთ ჟურნალში მუშაობს სხვა ავტორები, აი შტატში არ არიან ავტორები და აქედან გამომდინარე აუცილებლად სხვადასხვა სტილი იქნება და ეხლა კორექტირებასაც რო ვაკეთებდით და რედაქტირებასაც, ну თითქმის აი ორთოგრაფიული შეცდომების გარდა არაფერი არ გასწორებულა და ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური სტილი. მეც ძალიან ხშირად შემხვედრია ბაკა, რომ მინახავს უცებ მე ჩემ დამისვა კითხვა უპასუხე, ის კითხვა გალამაზებული თავის და მე ისე ლაპარაკობ და უკვე ის გადალამაზებული გამოდის რაღაცა ამბიციური ადამიანის რაღაც საოცარი ნაბოდვარი და მე რაც თავი იმ კითხვიდან გამომდინარე, იმ პასუხიდან გამომდინარე უცებ კითხვა, რომელიც საერთოდ არ დასმულა და არ მიპასუხა. ესეთი რაღაცები, ну, ჩემი აზრით არაფრით არ იქნება თუ რედაქციამდე არ მოვიდა ამ სახით. რაც შეეხება სათაურებს, როგორ იქნება? ამ ხრივ ძალიან მტკივნეული თემაა საქართველოში, იმიტომ რომ ყველა ჩივის და წუწუნებს იმაზე, რომ ну რაღაცა სასწაულები იწერება გამოწანილია გარეკანზე. თუნდაც ის სკანდალური არის ძალიან თითიდან გამოწავილი, ხშირ შემთხვევაში ალბათ დამეთანხმებით და თქვენს მოგწვლიათ ალბათ ასეთი რამე, რაც შეეხება. აი ვინ აკონტროლებს სათაურებს? აი ახლა მართალებით რომ პირველად დავაკვირდი, მაგრამ გავიხსენე უცებ სათაურები და გამახსენდა რომ რეზო გაბრიაძესთან ინტერვიუს ქვია რეზო გაბრიაძე, თათანაკასთან ინტერვიუს ქვია თათანაკა, ანუ ყველას უბრალოდ არის დასათაურებული, არანაირი იქიდან ამოღებული. ანუ ეს რაღაცა სტილია, რომ არის რაღაცა ფრაზები, რომელიც შეიძლება რომ ამოვიღოთ. და თითქმის არაფერს, აი ფოტოპროექტებს ქვია, მარტო რაღაცა ჩვენი დარქმეული სახელები, დანარჩენი ყველაფერს აბსოლუტურად ქვია ის სახელი, რაც ვთქვათ ავტორმა მოიტანა შეიცამ ბრაზილია ხა გამორჩილაძემ. ესე კი, და ვთქვათ იმპერიის სინდრომი, გიორგი კალდოსმ, როცა თავისთავად ავტორი მოგაწოდებს კიდევ, სადაც არის ინტერვიუ, ყველგან არის ანუ არ ეძებთ რაღაცა ძალით სკანდალებს. არა, ხო. როცა მე თვალი გადავავლე ჟურნალს, ძალიან ბევრი ნაცნობი სახელი და გვარი ამოვიკითხე ჟურნალისტის ამპლუაში. მე მაინტერესებს ეს ჟურნალისტები არიან, რომლებიც სხვადასხვა ჟურნალ გაზეთებში სხვადასხვა დროს სტატიებს წერენ. რატომ ხდება ასე? ანუ რატომ მოიწვიეთ ისევ ისინი, ვინც სხვაგანაც წერენ? ეს არის რაღაცა პოპულარობისთვის თუ უბრალოდ თვლით, რომ მათზე კარგად სხვა არავინ. არა, სხვათა შორის არ თვლი და პირიქით, აი ახლა ძალიან ხშირად ვეკავენ ჩვენთან რედაქციაში და გვეუბნები რომ მოვიდან თუ შეიძლება სტატიას, ну ვიღაცა უცნობი ახალგაზრდები და ვეუბნები და აბსოლუტურად ყველასთვის გახსნილია და კარები ჩვენი აბსოლუტურად, იმიტომ რომ თუნდაც მაშინ ეს რაღაცა თავის დროზე, ვთქვათ, ეხლა უკვე ეს ნაცნობი ავტორები იყვნენ უცნობი ავტორები და სადღაც დაიბეჭდნენ პირველად და მერე გაიცნეს და არა, ბევრი ყავს სხვათა შორის უცნობები და ვინც ნაცნობები არიან, ჯერ კარგად წერენ და მერე კიდე მეგობრები არიან. აქედან გამომდინარე ესეთი მოწვევა არ მოხდა, როგორც ჩვენ ერთად გავაკეთეთ და აი თავისთავად აი იგივე ლაშა ბუღაძე, იგივე ნინია კაკაბაძე, იგივე გოგი ახალკაცი, ის ადამიანები არიან, ვინც თან გიორგი კალატოზიშვილი, სალომე დადუნაშვილი, ის ადამიანები არიან, ვინც თან ჩვენთან მუშაობენ. ისედაც და თან ძალიან ხშირად მათ. სხვაგანაც ხდებიან, ხო? და ბოლოს ჩვენი საუბრის ბოლოს მე მინდა გვიამბოთ ჯგუფის შესახებ, როგორ შეიკრა ეგრეთ წოდებული კამანდა, იმიტომ რომ თუ არ მუშაობს რაღაცა კონკრეტულ საქმეზე კამანდა, ანუ გუნდური მუშაობა თუ არ არის, ის საქმე არ გამოდის ხოლმე მაინც და მაინც ხარისხი. ხო, აი რაღაცა ნელ-ნელა ვცნობ, რომ მართლა ხდებით როგორც ანაბეჭდის გუნდი, აი როგორც თქვენ ახლა მაესტროლები რამდენი ხანი ერთად მოდიხართ და ღმერთ მახსნასო ჩვენც ესე ვიყოთ, მაგრამ უმეტესობა ვინც მუშაობს ამ ჟურნალში ვართ ძალიან დიდი ხნის მეგობრები. უმეტესობა ვართ მეგობრები, კლასელები, ასე ოჯახის წევრებიც ვართ, იქ ერთი ოჯახის და მოდივართ აი ძალიან ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ არიან ადამიანები, მაგალითად გოგი ახალკაცი, გიგი გულედანი, ნუცი კირცხალია, ვინც რამდენიმე წლის წინ გახდა ჩვენი მეგობარი, მაგრამ ის უცხო თითქმის არავინ არ მოსულა, მაგრამ ხო გონია, აი ავტორების სახით შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც დღეს გავიცნობ, მაგრამ აღმოვაჩენთ, რომ არიან ძალიან ნიჭიერები და ვეროთ უფრო კარგს დაწერენ ვიდრე ჩვენ და ამიტომ აი მე მაგალითად ეს რედაქტორის სვეტი სუძალი დამაწერინეს. არა, ძალიან სახალისო, ყველაზე ძალიან მომეწონა კუს ამბავი, კუზე რაც მაყურებელსაც აუხსნათ, როდესაც ნინო ფიქრობდა სათაურებზე, ერთ-ერთი ასეთი ვერსია იყო კუ და განმარტებაა შემდეგ ასეთი ეს უწყინარი ცხოველი ჩვენ არ დაგვიწუნებია, მაგრამ ზუსტად მივხვდით რომ რეკლამის დამკვეთები ვერ გაგვიგებდნენ, აბა წარმოიდგინეთ სერიოზული ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც თავი უნდა წარუდგინო, გამარჯობა კუდან ვარ, მართლა ძალიან უხერხული. ნაერთარი ამ კუზე ვიყავით ძალიან ბევრი ხანი გაჭირებული და მე როცა ვიფიქრეთ რომ აზე ხარ, ნუ გარდა იმისა რომ რეკლამის დამკვეცხო დავარყი და მაღაზია ვიცინოდით მთელი დღე და მე რომ დაგვარქმევით რაღაც სხვა მაესტროელები, რაღაცა მეორე არხელები და კუელები და გარდა და კუანები, კუელები რაღაცა
ცუდად გამოვიდა და ეგ ამბავი. და ასევე ბოლოს მინდა კითხოთ, ნებისმიერ ავტორს ან სურველს შეიძლება თუ არა თქვენთან ინფორმაციის მოტანა, იგივე სტატიის დაწერა თუ პუბლიკაციის გამოქვეყნა. აუცილებლად აბსოლუტურად ყველას ველოდებით, იმიტომ რომ პირიქით ხო გეუბნებით, აი გვერდზე გადავდებთ, თქვათ თუ მოვიდა კარგი სტატია, ყველა ცნობილის და თუნდაც არაცნობილის და უბრალოდ ნაცნობის ნაწერს და მივიღებთ. მაგრამ თუ ეს იქნება თანამშრომლობა, თუ შესაძლოა იყოს ერთჯერადი. არა, შესაძლოა კი არა, ერთჯერადი იქნება, ან თუ მეც მოიტანს, თქვათ მრავალჯერადი იქნება, მაგრამ იცი როგორ არის, თქვათ ვინც წინა ნომერში და ეხა არის, რომ კალენდარს არტ ქრონიკას აკეთებს მაგალითად სოფო გაგუა, რომელიც სულ გააკეთებს, არის, რომ თქვათ რაღაც წიგნების განხილვას აკეთებს ლაშა ბუღაძე, მაგრამ აი ესეთი თავისუფალი ზონა გვაქვს აბსოლუტურად, ვისაც უნდა შეუძლია რომ მოიტანოს. და რაც შეეხება ჟარგონებს, ალბათ ამასაც არ უნდა გაურბოდეთ, იმიტომ რომ აი ახლა ჩვენთან შევადაიბეჭდოს გიომ გელაძის ნოველა, რომელიც ძალიან საინტერესო და არის საკმაოდ ბევრი ესეთი ყურის მომჭრელი სიტყვა, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ესე ვსაუბრობთ, ახლა თუ გადავამაზეთ და ის აღარ გამოვა ხო საინტერესოდ. გონია რომ მოკეთ ყველასთვის გახსნილია. ასე რომ ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე კი მაყურებელს ვეთქვი, რომ ჟურნალი პირველი ნომერი ანაბეჭდის უკვე გამოვიდა და როდის გამოვა, შემდეგ კი გამოვა მარტში, ხო? ეს იქნება ყოველდღე მარტში. ჩვენ კი ისევ ბეჭდური მედიის თემით გავაგრძელებთ თქვენს ინფორმირებას, ახლა ყველაზე სახალისო პრესის მიმოხილვას გთავაზ. მადლობა. გამარჯობათ. კვირის ბოლოს კვირის ინფორმატორის ეთერში თქვენ როგორც წესი ისევ პრესის მიმოხილვას უყურებთ ცხადია სამამულო ბეჭდური მედიის სიახლეებით. მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩვენ კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს კულტურულ და შოუ ბიზნესურ მოვლენებს და გავარკვევთ თუ რით იყო გამორჩეული ამ მხრივ გასული კვირა. თუ დაახლოებით 2 კვირის წინ ქართული ბეჭდური მედიის როგორც მეტნაკლებად აკადემიური, ისე მოყვითალო ნაწილი აქტიურად წერდა მასშტაბურ პროექტს დავით აღმაშენებლისა და მისი ავტორების შესახებ, სამაგიეროდ ამ კვირას ამ თემის მიმართ ინტერესმა ნამდვილად იკლო. შესაბამისად შენელდა კიდევაც პროექტის ავტორების ნერვიული და ხმამაღალი გამოსვლები. ცხადია, ამიტომაც ამ კვირას დავით აღმაშენებლის შესახებ სამამულო ბეჭდურ მედიაში პრაქტიკულად არაფერი უთქვამთ. სხვათა შორის, როგორც გავარკვიეთ პროექტის ავტორებს, ფიცი დაუდიოთ მანამდე არაფერი თქვან მედიას და მიდრე მაყურებელს ფილმს არ ჩააბარებენ. აშკარად კარგი გადაწყვეტილება, რადგან ამით ნერვული სისტემა დაეზოგება ყველას, მედიას, უკითხოს და შესაბამისად ზემოხსენებული პროექტის ავტორებსაც. ამ ყველაფრის მიუხედავად სამამულო ბეჭდურ მედიაში გასულ კვირას ჩვენ მაინც აღმოვაჩინეთ ერთადერთი გაზეთი თანაც რეზონანსი, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით ნამდვილად არ გაუკითხავს იდეის ავტორებს და შესაბამისად არ გაუპროტესტებიათ დავით აღმაშენებლის გადაღების შესახებ გამოთქმული აზრი. სხვათაშორის ამავე რეზონანსში ასეთ რამეს ვკითხულობთ. არც აკა მორჩილაძეს და არც ლევან კორინთელს საზოგადოების წინაშე ბოდიშების მოხდა და თავის მართლება არ უნდა სჭირდებოდეთ, რადგან მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და რაც კრიმინალური ჩანაფიქრი ჰქონიათ. აი ესე სხვათა შორის თუ იდეის მასშტაბურობას გავითვალისწინებთ, არ უნდა გამოვიწყოთ, რომ ამავე თემაზე მომავალ კვირას სამამულო ბეჭდურ მედიაში კიდევ გადავასწრებით რამდენიმე პუბლიკაციას. გასულ კვირას რუსეთთან მჭიდროდ დამეგობრებულ პროდიუსერ ნატო დუმბაძესთან ერთად თბილისში ჩამოსულმა ირაკლი ფირცხალავამ ქართულ მედიას განსაკუთრებით კი ბეჭდოს მოსვენება ნამდვილად დაუკარგა. მოკლედ ირაკლი, რომლის ლონდონ, პარიჟმა და ვოვაჩუმამ არამხოლოდ რუსი, არამედ ქართველი მსმენელის აღაფრთოვანა მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნდა და მასზე მედიამ ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა. სხვებთან ერთად ირაკლი ფირცხალავა ჟურნალმა სარკემაც მოინადირა და რამდენიმე მეტნაკლებად ცნობილი დეტალი კიდევ ერთხელ გაარკვია. ალბათ თქვენს კარგად იცით, რომ ირაკლი ფირცხალავა დაახლოებით 3 წლის წინ თბილისში ჯგუფ ტეტ-ა-ტეტთან ერთად კლუბ აჭარა მუსიკ-ჰოლის გახსნაზე იმყოფებოდა. ამჯერად კი მისი ვიზიტი მისივე სოლო კონცერტს უკავშირდება, რომელიც თბილისში სავარაუდოდ მარტში უნდა გაიმართოს. ამის გარდა არის კიდევ რამდენიმე კითხვა, რომელზე გაცემული პასუხები შესაძლოა ცოტა სასაცილო და არანაკლებ მოულოდნელიც იყოს. მაგალითად ასეთი მეგობრებს შორის ქართველი გოგონებიც მყავს. მათთან ისეთი ურთიერთობები მაქვს, როგორც დასთან ქართულ გოგონებს ყოველთვის წმინდანებად აღვიქვავ. მოკლედ გირჩევთ მოსკოვში წახვიდეთ, რათა ასე სასიკეთოდ შეგეცვალოთ შთაბეჭდილება ქართულ გოგონებზე. იცით თუ არა რომ ასე არც თუ დიდი ხნის წინ ქართულ ჟურნალებსა და საგაზეთო კალენდრებში უცნაური მოვლენებისა და შემთხვევების შესახებ იწყებდნენ საუბარს. თუმცა თუ ელიტარულ ქრონიკაში განთავსებულ პუბლიკაციას სახელწოდებით ვანიკო თარხნიშვილის ბებია პირველი მის ევროპა იყო თვალს გადავალებთ,
მაშინ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ზემოხსენებული შესავლით, იცით თუ არა რომ. მოკლედ რამდენიმე საგულისხმო დეტალი თურმე ვანიკო თარხნიშვილი გიორგი სააკაძის შთამომავალი ყოფილა. თანაც პირდაპირ მის წინაპრებს ჰქონიათ უამრავი სიმდიდრე, მამულები, საგვარეულო სასაფლაო და ეკლესიაც კი რომ არაფერი ვთქვათ გერბზე, რომლის დეტალებში სხვათაშორის თარხნიშვილი დიდად ვერ ერკვევა. და კიდევ მისი ბებია ეკატერინე თარხნიშვილი 1906 წელს პირველი მის ევროპა გამხდარა. არანაკლებ საამაყო დეტალი დედის მხრიდან მისი წინაპრები ივანე და გიორგი მაჩაბლები ყოფილან. საფრანგეთში პარფიუმერიისა და მოდის იმპერიის შემქმნელები. ალბათ ახლა მაინც მიხვდებით, რატომ გრძნობდა ვანიკო თარხნიშვილი კომპანია მაკაასათიანში თავს ისე როგორც თევზის წყალში. მოკლედ მოდასთან ურთიერთობა როგორც ჩასვას გენეტიკურად მოსდევს. სხვადასხვა ჟურნალ თბილისელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მასში სხვადასხვა შოუ ბიზნესურ სიახლეებთან და მეტნაკლებად საინტერესო ინფორმაციებთან ერთად ხშირად ცნობილი ანგნებავთ ნახევრად ცნობილი ადამიანების გასტრონომიულ მიდრეკილებებსა და კულინარიულ შესაძლებლობებსაც ვეცნობით. მაგალითად, ამ კვირას ამავე ჟურნალში თამთა გოგუაძის შესახებ შემდეგი ინფორმაცია ამოვიკითხეთ. თურმე მომღერალს არასოდეს უჭამია პამიდორი, თანაც არც ცხიმიანი კერძები უყვარს და არც კარაქი. ბავშვობაში ძალიან მსუქანი ყოფილა და 8 თვის იყო, როდესაც მის მშობლებს ექიმმა მისივე დიეტაზე დასმა ურჩიეს. ახლა კი ყველაზე საინტერესო. ფეხმძიმობის დროს თამთა გოგუაძე დღეში თურმე 3 კილოგრამ კიტრსა და 6 სალ ნაყინს ჭამდა. ამის გარდა დღის განმავლობაში მის მენიუში 10 ჭიქა მზესუმზირაც კი შედიოდა. მოკლედ ამ ყველაფრის მიუხედავად თანაც აბედნიერად მომღერალი დღეს თავს ძალიან კარგად გრძნობს. თანაც ამავე თავს იგი თურმე სერიოზულად უფრთხილდება. მისავე გაკეთებულ კერძებს ჯერ მეუღლეს ასინჯებს, ხოლო საშიშროების გადავლის შემდეგ თავადაც მიირთმევს. აი ასეთია გოგუაძეების ოჯახური იდილია. იმის გარდა რომ ქართველი დიზაინერები ქართულ მომხმარებელზე დიდი ენთუზიაზმითა და სიამოვნებით ზრუნავენ, გაგიკვირდებათ და სამოსის პრობლემა მათივე დღის წესრიგშიც აქტიურად დგას. ამავე საკითხს არკვევენ ჟურნალ ბოლმოჯი, სადაც რუბრიკაში დიზაინერი ამავე პროფესიის ორი ადამიანი, თეონა თავართხილაძე და კეთი დარსაველიძე საკუთარი გარდერობის შესახებ საუბრობს. მას ასე მოემზადეთ თურმე კომპანია მაკაასათიანის მთავარი დიზაინერი საზღვარგარეთ ყოფნისას ხშირად სიძვირის გამო სამოს ვერ ყიდულობს. თუმცა მან ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში. ამავე სამოს ძალიან კარგად აგვირდება და საქართველოში დაბრუნებითანავე საკუთარ სახელოსნოში კერავს. აი ასე ხანდახან დიზაინერობა ძალიან საჭირო პროფესიაა. მეტის თავადკილაძის გარდერობში პონის ტყავის შუზიც მოიპოვება, თანაც პასპორტიანი და 800 ევროთ ღირებული. აი ასეთი იყო სამამულო ბეჭდური მედიის მოკლე მიმოხილვა კვირის ინფორმატორის ეთერში. ამავე რუბრიკაში ჩვენ ერთმანეთს ზუსტად 1 კვირის შემდეგ შევხვდებით. მეკითრეებით გემშვიდობებით. ნახვამდის. ხოლო რაც შეეხება ჟურნალ მაესტროს მომდევნო ნომერს, ჩვენ გთავაზობთ, ვინ არის სინამდვილეში ბიგთიკო, ჩაკეტა თუ არა იმედაკახიანმა სახლში ნინი ბადურაშვილი და ვისი დამსახურებაა მისი პოპულარობა, ვინ არის კაცი, რომელიც ფარშევანგის ასოციაციას იწვევს, როგორი აქსესუარებია მოდაში 2005 წელს, სასიყვარულო ისტორიები, ტესტი, კროსვორდი, ჰოროსკოპი და უამრავი საინტერესო რამ ჟურნალი მაესტრო გამოვა ზუსტად 1 თებერვალს, ანუ სამშაბათს. ახლა კი კვირის ინფორმატორის ტრადიციულ ტელეპორტრეტს გთავაზობთ, რომლის გმირიც საკმაოდ სიტყვაძუნწი, მაგრამ მეტად საინტერესო ადამიანია, მხატვარი, რომელიც თავად ქმნის პორტრეტებს და ფუნჯით გადმოსცემს ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ სატელევიზიო აპარატურის საშუალებით ვცდილობთ. თბილისის საგალერეო სისტემაში, რომელშიც სხვადასხვა ფორმატითა და სპეციფიკით მომუშავე არც თუ მცირე რაოდენობის საგამოფენო დარბაზი ირიცხება, როგორც წესი ხშირად ფიგურირებს ამა თუ იმ მხატვრის სახელი, რომელზეც გალერისტების დიდი სიამოვნებით მუშაობენ და თავად მხატვარიც როგორც წესი ამავე მუშაობით ნამდვილად კმაყოფილია. მოკლედ ქართველი მხატვრების უმეტესობის დღის წესრიგში ნამდვილად დგას გამოფენების ხშირად მოწყობის საკითხი, თუმცა ამ მხრივ არიან გამონაკლისებიც, რომლებიც გალერეებში ძალიან იშვიათად იფინებიან და როგორც ირკვევა ამის საპატიო მიზეზებიც. ერთ-ერთი ასეთი მხატვარი ვახო გაბუნიაა, რომელსაც მართალია იშვიათად შეხვდებით სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში, თუმცა თუ ერთხელ მაინც გადაავლებთ თვალს მის პორტრეტებს, გვერდმუნეთ შთაბეჭდილება ნამდვილად დიდ ხანს გაყვებათ. მართალია ვახო გაბუნია ზუსტად არ ახსოვს მხატვრობასთან პირველი, თანაც უშუალო შეხება როდის დაიწყო, მაგრამ ის კი იცის საიდან გაჩნდა მასთან პირველად ფუნჯი და საღებავები. ზუსტად არ მახსოვს, რომ ახსოვს ის ფუნჯი და საღებავები მქონდა დედას მოტანილი. მე ნამდვილად არ მიყიდია. არც მომსვლია აზრად. რაც მქონდა ხე იმით ვხატავდი რა სკოლის მერე და ფუნჯი საიდან გაჩნდა არ მახსოვს, მაგრამ უაბრალებ დედას, მაგრამ არ მახსოვს ზუსტად. არსებობს ეს შეკითხვა, რომ რატო ხატავ რა. აი რატო ხატავ ამდენ ხალხს.
საერთოდ ხალხს რატო ადამიანებს რატო ხატავ არა მაქვს პასუხი რა შეგითხვა არსებობს კი პასუხი არა უცნაურია ისიც, რომ დღემდე პრაქტიკულად არ იცნობს საგალერეო სისტემის მუშაობის პრინციპებს. არადა იგი აშკარად ცნობილი მხატვარია. სხვათა შორის ზუსტად არ ახსოვს მისივე პერსონალური გამოფენების რაოდენობას. მოკლედ მიზეზი, რატომ იფინება იგი იშვიათად, ასეთია. მოგზაურობაზე ვარ ზარმაცი და ეს პატარა მოგზაურობაა რა, სურათი აიღო, წახვიდე. მანქანაში ჩადო, მანქანა იშოვო, ვიხვიდე. მე წამოდე, რომ დამთავრდა გამოფენა, მე უნდა მიხვიდე და ეს სურათი წამოიღო ისევ. იგივე მანქანით, ან ფეხით, რა ვიცი, ზომას გააჩნია სურათის. აი ამ ხედა პრობლემები მოვყევი. ვახო გაბუნია პორტრეტისტია და იმისთვის, რომ მის გმირად იქცეთ, დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ არის საჭირო. უბრალოდ ესტუმრეთ და დაახლოებით 2-3 საათში პორტრეტიც მზად იქნება. კიდევ ერთი დეტალი, მისთვის მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს სად დახატავს. ცნობისთვის აი ამ ნახატების უმეტესობა მას სამზარეულოში აქვს შექმნილი. მოდის რა უცებ რაღაცა კომპოზიცია, ხო? და სურათი მოდის რა უბრალოდ რა. უკვე დახატული. მე იხატება რა, ხო, ზეპირად ის ფიქში. მე რომ გადმოგაქ გავს იმას, ნუ არასდროს ახლა როგორ შეიძლება დაემთხოს ზუსტად. ამბობს, რომ ძალიან კარგი ხასიათი აქვს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ ზარმაცია. ამასთან იგი ძალიან ცუდი ორატორია, ამიტომაც უმეტესად ჩუმად ყოფნას ამჯობინებს. მოკლედ სიტყვა ძუნწია, შესაძლოა საჭიროზე მეტადაც კი. მერჩემია ჩუმად. რაც უფრო ჩუმად ხარ, ნაკლებს ის უბრალესი სიტყვი. მოკლედ კარგია რა ჩუმად, არ გამოდის რა. ალბათ ასე ნამდვილად არ ახასიათებდნენ მას სკოლაში, სადაც სხვათა შორის გეომეტრია აინტერესებდა, თუმცა ამ მეცნიერებაში ბოლომდე კარგად ვერ გაერგვა. ცნობისთვის გეომეტრია მოგვიანებით უკვე მის ნამუშევრებშიც გადმოინაცვლა. რაც შეეხება ყოფაქცევას, ამ ხრივ სხვათა მსგავსად არც მას ქონია საქმე კარგად. ორიანი მყავდა, მაგრამ ორიანი რომ ორიანით შემდეგ ჩაკდობენ კლასში არ გადაგიშვება, ხო და ბოლოს სამიანი გამომდიოდა, თორე ისე მეუთხედებში ორიანი მყავდა. ხატვის გარდა ერთადერთი რაც ყველაზე მეტად უყვარს ფეხბურთია. მარადონა არა ვარ ნამდვილად ვიცი. მაგრამ ორივე მუხლი გაფუჭებული მაქვს. ფეხბურთს პროფესიონალი არ ვიყავი, თამაშობდი ეზოებში რა, ქუჩებში. ეს არის სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. რა ვიცხოვრე რა, ძალიან დიდხანს. ეხაც უბრალოდ მოვდივარ, თორე ჩემი გული და ეს იქ არის, მართალია ქუჩა ახალ. აი ამის ეს იყო შუაში, აქეთ კიდე ისეთივე მანძილი იყო და ის ახლა დანგრეული აქ ცეკა დგას და რაღაც მოედანი და რაღაცა აი ამის გამო ძალიან ბევრი რაღაც დაინგრა რა, ჯერითი ადამიანები აღარ არიან. სულ სხვა რაღაც იყო, მოკლედ სხვა სამყარო იყო, სხვა ქვეყანა იყო რა. ფიქრში მაქვს, იმიტომ ის ქუჩა ხომ მახსოვს ჩიხი და ის ხალხი და რა ვიცი, პირველი მეგობრი, პირველი ხმა და პირველი ქუჩა და პირველი ბურთი და რაღაცა. იქ სიარული საერთოდ ძალიან მიყვარდა. ხა რაღაც ყველანაირი გახდა რა. უმუშავია არა მხოლოდ თეატრში, თანაც სტუდენტობის დროს, არამედ მოგვიანებით უკვე კინემატოგრაფშიც. განსაკუთრებით კი გუგული მგელაძესთან ერთად მუშაობას იხსენებს. სხვათა შორის იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მისი ნახატები ფილმ ოქროს ობობაში გამოჩნდა. რაჭველამ დამირეკა, მითხრა რომ ეს ფილმი კეთდება, რაღაცა სერიალი თუ რამდენიმე სერია და ნამუშევრები და რაღაც მოკლედ გამოყენება იქ არის მხატვარი, რომელსაც და შენი ნამუშევრები დავკიდოთ, გადავიღოთ და ხარი კარგი. და მე რაღაცაში საუბარი იყო რაღაც საქმიანი, მოვიდნენ რაღაც არჩიეს სახლიდან და აწყობდათ რა. და დაიღეს. გადაიღეს. წერით ნამდვილად არ წერს, ანუ მისთვის ლიტერატურა მხოლოდ თაროზე შემოწყობილი წიგნებითა და მათივე კითხვის ფორმით არსებობს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრებს ასეთი რამის წაკითხვაც უწევთ. წერ მე ესეთ რაღაცებს რომ გავედი მალე მოვალ. ან გავედი გვიან მოვალ. ან წავედი და არ დამელოდოთ. ეს თამებს წერ.
და კიდე მწერა რაღაცებს რომ აი რაღაცა რომ არ დამავიწყდეს რა მე რომ იმან დარეკა. ამა ეს სულ წერ ეგეთ რაღაცებს. მუსიკასთან კი ასეთი დამოკიდებულება აქვს. კარგი ურთიერთობა მაქვს მუსიკასთან, დადებითია. ეს უფრო ვამხანაგობ რა. ესე იგი თქვა არ მეგობრობთ ამხანაგობთ ხოლმე. ხო მეგობრო ხა არ შორსა ვართ ხა რა ვიცი მისვლა არა მაქვს მუსიკასთან მაგრამ ისე მიყვარს რა კი. არც თუ დიდი ხნის წინ ქარვასლაში ვახო გაბუნიას ერთ-ერთი ბოლო გამოფენა მოეწყო. სახელწოდებით 100 პორტრეტი, რომელზეც ასეთივე რაოდენობის აშკარად შთამბეჭდავი ნამუშევრები იყო ექსპონირებული. და ბოლოს ნამდვილად არ იცის, როდის მიიღებს დამთვალიერებელი მის მორიგ გამოფენას, რადგან ასეთ თუნდაც ყველაზე პროფესიულ საკითხებზე რატომღაც ყველაზე ნაკლებს ფიქრობს. დღეს მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე რეპერი კაბუ ამთავრებს მუშაობას რეალურ სერიალზე, სადაც მთავარ როლს ასრულებდა ერთი თვის განმავლობაში. სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენაზე სიუჟეტის ნახვის შემდეგ მე პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენ კაბუს და რეალურის ახალ გმირს, რომლის ვინაობასაც კიდევ რამდენიმე წუთი შევინახავ საიდუმლოდ. ახალ წელს გადაცემა რეალური ახალი გმირით შეხვდა. გამოვაგინახია. და თუ ცრურწმენებს ვენდობით, რეალურს ერთი წლის განმავლობაში კარგი განწყობა, იუმორი და ხალისი დაებედა. მე შევსო მისული მაგათი გამიგე? მოკლედ ჩვენ სახლებში ხალისით შემოაბიჯა კახა აბუაშვილის მრავალრიცხოვანმა ოჯახმა. იტალურად. Pepe, non c'è chiaro balanza da fare, deve appunto usare per già da fare ragazzi. Ah, è bello. Mamma scendere se si dà di un scendere ti dà di un Sala se non vuole ballare. Cosa scendere? Mommy, tanto da mi recao. მამიკო, პუბლიკაზე თამაშობ დავიკო. ეს ჩემი ოჯი ცილა, შემოგვებით ოჯახი. ეს მაი ოჯი. რეალურის კამერას არ გაუხიზიანებია არც გმირის დედმამა. გაი. ხო რა. გაი კახა ერთ დედა. მამა. და არც მეუღლე. პირიქით, მას ყოველთვის შეეძლო ენახა სად იმყოფებოდა პოპულარული მეუღლე. გადაღებაზე საუბარი 4 საათს მოხდა გადაღება იხილო თუ ინა თუ აღიჯერა ჩემი აგერ ტელევიზორი დამყობა აგერა ცოტი ხუბრობა ხშირად ასე კრიტიკულად აფასებდა კაბუ საკუთარ თავს. სხვათა შორის კრიტიკა არც გარშემომყოფებისგან აკლდა. ეს ცოტა სერიოზული იქნება შენიშნები მივიღე მეგობრებო. სუტენგიცებ რა არის ეს? დღეს ბაზრობაზე ქალმა რომ ტრაიცი რა ლამაზი ბიჭი ხარ. რა სიმპათიური ბიჭი ხარ, რატო იჯღანები? რატო იჯღანები კამერაში? რატო იჯღანები? ამ საყურადღებო რჩევების გათვალისწინებით კაბუ დასერიოზულებას ცდილობდა. აუ, ინფორმაცია. ნუ იჭანებიო მე შენიშნავ მომცეს. აღარ დავიწყო. კლიპი გვაღირსება კახა, აი. მოიცავს ფიქრო. მე მამიდები, დეიდები, ბიძები, მეგობრები, ახლობლები. მირიკამ და მეუბნები, ნუ იჭანებიო. მე ვიჭანები? მე ვიჭანები? მე ვიჭანები არა?
ამ ერთი თვის განმავლობაში კაბუს ოჯახში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. შვილის დაბადების დღე როცა მომიყო დაბადების დღეს, ხო? დღეს გიორგა გახდა 3 წელი. და დის ჯვრისწერა ტრადიციული ქორწილით. რასაც მეორე დღეს ლოგიკური მდგომარეობას მოჰყვა. გოგას ჩემია. გოგას შეიძლება? ა? შეჩი. შეიძლება გოგა თავისი ჩაიწო და დათოვა ეგა. იმიტომ რომ შენ გუშინ პატო გეწვევა. არა, ვარ ჩერჩილი, ვიცი. აა. ჩერჩილი. კამერას აქ კბილის ბურღის ხმა. მგონია რომ კბილის ექიმთანაა ახლა მაგრამ მაგრამ ნელ-ნელა მოხდა ის, რაც რეალურის ნებისმიერ გმირს ადრე თუ გვიან ემართება. მე რა გვიდა თქვა იცი ხა? ბიჭი ხა ეთერში ნავიყო მეთქი წვერი ხო არ გავიპარსები. ჩიჩქოს ხო ეთერში არ ვიქნები რა. რა ცხოვრები მიზანი დამიკარგე ითქვენა რა. ცხოვრების სტილი შემიცვალეს, გაიგიდა. კამერაში მიყურებ. შენ ვინ გეკითხება ჩემს რეალურში ჩავიხედები თუ არა? არც ხო ჩემს სულში. სხვათა შორის საკუთარ სულში ჩახედვას კაბუ ხშირად პირადი ინტერესებისთვისაც იყენებდა. მე ვისარგებლე მომენტი და მოგითხოვი და გადავწე რადესავსა მეგობრებს. მუქთა გამოდი ჩემს და დაგვიდო შესაძლოა. რომელი უნდა წამომიღო თემო? არ გასწორდა. იაპონური კროსოვერი შეიძლება. ლიფტი გავიკეთეთ. და საფრთხეობა გადასუხურეთ. მადამაშეს კაცის როლები. მადამაშეს კაცის როლები. აღარ ვიდა. კეთკეტერა აღარ ვიდა. გამტკივა, აი. მსგავსი ტენდენციები მისი გარშემოყოფებისგანაც შეინიშნებოდა. მაგათი დუტა. ხოდა შევსედი მაგარი შენებელი შეიძლება მოგნოვაკეთ შევსედი ეგამა უკეთეს ჩარტით ხერხდებით ახალ ტექნოლოგიების საბადეთ კაბუს საშუალებით კაბუ მადლობს მასდროვის საშუალებას თუმცა ისიც ფაქტია რომ კაბუ სოციალური პრობლემების მოგვარებასაც ცდილობდა ორმოებიდან ჯიხები ამოდიან ჩადიან იმ ხელებია მიხედოთ ბატონო მერო აკავრობას გარდა ამისა, რეალურის მაყურებელი მსახიობის საინტერესო ცხოვრებასაც გაეცნო. ჯიმი ჰენდრიქსი დავია. მე ვარ ცოცხალი. დღეს არის. ლორი ტეჭორე. კი. გნება, ახლა შევიდე ჩამოკრა. დაუკარი. მიდი. მაყურებელმა ნახა ის, რასაც ჩვეულებრივ ვერ ამჩნევენ ხოლმე პარტერიდან. ასე დამთავრდა გადაცემა რეალური მის ყველაზე მხიარულ გმირთან ერთად. ეს ბოლო დღეა? ეს ბოლო დღეა, განა ეს ბოლო დღეა. და როგორც დაგვირდი, ჩვენთან პირდაპირ ეთერში სტუდიაშია კაბუ და რეალურის ახალი გმირი, ეს გახლავთ მომღერალი ნინა საღამომშვიდობი. გამარჯობა. კაბუ, ხვალ რო გაიღვიძათ ამოისუნთქავთ, თუ მაინც რაღაცა გარკვეულ სიცარიელეს იგრძნობთ. აი ხომ მაგაზე ფიქრობდი რომ ყურებდი სიუჟეტზე ექცრემლები. მოგენატრებათ ჩვენი ოპერატორი. მაგრად ორივე თან, ვინოცვალი, კარგები არიან. და ჩვენ მაგრად დავმეგობრდით. მე ეს თქვენი მეგობარი ვარ, ხო ვიცით ეს არა და ესენი რაღაცას რაღაც ჩემი ოჯახის წევრები ვიტყვნენ, სულ ჩემთან ერთად იყვნენ და სულ რაღაცა ერთი თუ ეხა რაღაცა დიდი დროა ამას. დიდი დროა რა და
ჩემთან ერთად რო იყვნენ რაღაც მონატრებიანი რა, ერთის და მომედეს და გინცოთ მაგრებო, კარგებოდა. რაღაცა ისე ხცეთად. ნინა, როგორ გონიათ, რატომ აგირჩიათ მაესტრომ? ანუ რა არის ნინაში ყველაზე საინტერესო? ვერ გეტყვით ისიც, როცა დამირეკეს ძალიან გამიგვირდა და შემეშინდა კიდეს და რაღაცა თავიდან ცოტა ყოყმანავდი ვიფიქრე უარი ვთქვა თქო, მაგრამ მე ჩემ თავს ეს სიტყვით როცა მივხვდი რომ შემეშინდა, გადავწყვიტე რატო უნდა შემეშინდეს თქო და ну დავთანხმდი და ნახოთ, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ არც თუ ისე საინტერესო ცხოვრება მაქვს, ვისთვის როგორ გააჩნია. რა კითხებს ისვამ ყველაზე ხშირად ჟურნალისტები, მე ის მაინტერესებს. ჟურნალისტები, ну, საიდან მოვედი შოუ-ბიზნესში ზუსტად დავიყარი ამ ყველაფერს, ჩემი ოჯახი, ჩემი სამსახური, ჩემი ყოველდღიური პრინციპში ყველაფერი აინტერესებს. სწორედ ეს მინდა და მეთქვა, ალბათ ეს კითხვის ნიშნები იქნება ერთხელ პასუხი გაეცემა ამ ყველაფერს, ერთი თვის შემდეგ ყველაფერი გვეცოდინება თქვენ. ნამდვილად. აბუ რას ურჩევთ? ნინას, რა ვიცი, აი ნინა არის ჩემი მეგობარი ძალიან ახლო და ნინაჩკას ეხლა რა უნდა ურჩო, ნინა მიცის, ვაფშე რა უნდა გააკეთოს. ნინს ეს თუ აი რა უნდა გაითვალისწინოს, რა შეიძლება დატოვოს ისე ყურადღების მიღმა, რას მიაქციოს ყურადღება რა? იცი, მიაქციოს ყურადღება იმას, რომ იყოს მართალი რა, რაც თავარია და გულწრფელი და არ მიაქციოს ყურადღება კამერას, რაც თავარია ეს არის რა და არ მიაქციოს იმას ყურადღება ვინ დაყვება რა. თავარი ეს არის, როგორც კი დაიძაბები, როგორც კი მიხვდები რომ რაღაც ხვალ ეთერში ვარ. აი ესე რომ დაგეწყება იმის კანკალი და დაგეწყება, იქ დამთავრდა შენი რეალურიც და აი ყველაფერი დამთავრდა იქ. როგორ გონიათ, შეძლებთ ამას იყოთ ბოლომდე თავისუფალი, ბოლომდე არ მიაქციოთ. მაინც ქალი სხვა შორის პირველია ქალი. მეც მაგიტო შემაშინდა სიმართლე გითხრათ, რომ პირველი ქალისთვის ცოტა რთულია, მაინც თუნდაც იყოს ძალიან გულწრფელი კამერი. არა, საერთოდ ის არის, რა ქვია, ცხოვრებაში არ ვთამაშობ არასოდეს, ვარ ყოველთვის ისეთი როგორიც ვარ და რისთვისაც ხშირად პრობლემები მექნება ხოლმე. აი თუნდაც აბუს რეალურში თქვენ არაერთხელ მოხვდით. აი თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, იყავით იმ წუთას ძალიან გულწრფელი და რაღაცნაირად არ თამაშობდით კამერით. არა, ნამდვილად გულწრფელი ვიყავი, თუნდაც იმიტომ რომ ერთ-ერთი პაპატი. შეიძლება მე შემიძლია ვთქვა, რომ ნინაჩკა იყო აბსოლუტურად გულწრფელი და რეალური. როგორი რეალურიც ვიყავი მე, იმიტომ რომ როცა კამერა შევა იმაში, რა ქვია, რემონტიან ოთახში და გოგო დგას გაფუწული ესე, ცოცხი და არ გაიქცევა. ვიყავი აბსოლუტურად კამერას ცოცხდა უკრავს, მე მგონია რომ ეს რაღაცა არ არის ის რა. თუმცა ქალებს აქვს რაღაცა ისეთი საიდუმლოებები, რომ ასეთ შემთხვევებში შეიძლება გაიბრანჯა. კაცებსაც მინდა გითხრათ, ხა ეგრე არ არის, ყველაფერი არ შეიძლება რომ ვიღაცას შეერთი არ არის ლამაზი, რომ ყველაფერი ადამიანის აი ეს რაღაცა აჩვენა. რაც საინტერესოა, ალბათ მაპატინე თუმცა ვიშლობა. არა, ჩემს ბევრჯერ იყო ესეთი შემთხვევა, რომ რაღაცა არ აჩვენეთ. ჩემს რეალურში მე იცი არის, ბევრჯერ იყო რა, ერთი-ორჯერ პროსტა ძალიან ადრე ავდექი და გავიქეცი იმას ოპერატორს აიგი ხო რა. და ბევრი თუ იყო. ბევრი თუ იყო რა. ანუ ფაქტურად გამოდის, რომ არ თამაშობდით და რა, მაგრამ რაღაცა ეხა ეს ლოგინში არ მიიღებთ. როგორ გონიათ, თქვენ შემთხვევაში მოუწევს რეჟისორს ტურების დაწევა? არა, ნამდვილად არა, ერთადერთი შეიძლება არ გამოვრიცხავ, ერთადერთი როცა ძალიან ის არის ხოლმე გადატვირთული მოძრაობა ან რაღაცა ესეთი მარტო ასეთი სიტყვის ხმარ ხოლმე ისედაც იშვიათად, როცა ვარ საჭესთან და უცბად თუ რაღაცა თავი ვერ გავაკონტროლებ, მაგრამ მანახე ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი. ანუ რა გიდავითხრა. კაბო ჩვენ რეალურამდე დაგვპირდა, რომ საერთოდ არაფერს არ დაგეგმავდა სპეციალურად, ფაქტიურად ასე მოხდა, იმდენად მრავალფეროვანია მისი ცხოვრება, რომ კიდე სპეციალური დაგეგმები მას არ ჭირდებოდა. როგორ იქნება თქვენ შემთხვევაში? ანუ სპეციალურად ამ თვისთვის ხო არ დააგროვეთ ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, მაგალითად იქნება ეს სიმღერების ჩაწერა, კლიპის გადაღება. თუ ეს შეიძლება მოხდეს და ბუნებრივია. ეს ისედაც საერთოდ ახლა ერთადერთი თავიდან უარს, იმიტომ ვფიქრობდი რომ არ იმეთქვა, რომ
რაღაცა ქაოსური პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც რემონტი მოხდა სამსახურში, შევიცვალე ბინა, სამსახურში რეფორმები მოხდა, ანუ ახალი თანამშრომლები მყავს. თუმცა ეს ყველაფერი ყველაზე საინტერესოა. ყველაზე საინტერესოა ალბათ, რაღაცა მე თვითონაც ძალიან გადაღლილი ვარ უკვე ესე და სიმართლე გითხრათ, არც იმის დრო არ მქონია, რომ დამეგეგმა, რომ წინასწარ რომ მოდი ამას გავაკეთებ ეს. არც ვაპირებ, როგორც ცხოვრობ, როგორც მიდის ჩვეულებრივად ჩემი დღე, იგივენაირად გაგრძელდება ნამდვილად. მე ვფიქრობ, უფრო საინტერესო იქნება. როგორ გონიათ, რამდენად გავლენას მოახდენს ეს გადაცემა, ეს ერთთვიანი თავგადასავალი თქვენს პოპულარობას? ვერ გეტყვით, თუ სწორად, აი, თუ ისეთი ტიპი ვარ ვიღაცისთვის მისაღები, როგორ გითხრათ ახლა მასა ჩამოყალიბდე, ესეთ უნდა მოახდინოს რაღაც დიდი გავლენა. ნუ ვიღაცებისთვის იქნება ალბათ რაღაცა დადებითი განწყობიან ჩემს მიმართ და ვიღაცები ალბათ პირიქით უარყოფით. და მზად ახართ იმისთვის, რომ უარყოფითი შეიძლება წამოვიდეს თქვენკენ. ანუ ყველა შემთხვევაში ყოფილა რომ აი როგორ მიყვარდა ეს ადამიანი და არ მომეწონა ამ პირიქით ყოფილა რომ საშინელი მეგონა და რა კარგი ყოფილა ეს მე არ ვიტყვი კონკრეტულად მაგრამ ყველაზე იყო ასეთი ნეგატიური და პოზიტიური ალბათ ჩემს მიმართაც იქნება ესეთი ნეგატიური და პოზიტიური აზრები და პრინციპში მზად ვარ და ერთის კარგიც არის კი და მე მივხვდი რომ ცხოვრება ანუ გაითვალისწინებ იმ შენიშვნებს რასაც აზრობ აუცილებლად გავითვალისწინებ საერთოდ მივხვდი რომ რაღაცა ცხოვრებაში რატომღაც შეიძლება ძალიან თამამი განაცხადია მაგრამ ნუ არ მიშინია პრობლემების და ანუ კაფე ძალიან ბევრჯერ თხოვეს რომ მივიჭყანებიო მაგრამ პირიქით მოუმატა აბა რა ვქნა მითხარით აი რა გავაკეთე როგორც მინდა ისე ვარ და იცი რა შეიძლება ვიღაცას აღიზიანებს ეს მაგრამ ნუ ესე ვცხოვრობ ეხლა სამი ადამიანისთვის ბოდიში ვიხდი მართლა მაპატიეთ მაგრამ ვერ შევიცვლები ვერანაირად იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრ ჩემ მეგობარს ახალისებს და რაღაცას აძლევს ანუ მე ესე მიხარია ცხოვრება და ნუ დამიშლიან ეხლა როგორც მიხარია ვიხარო რაღაც ცოტა დღეები დამჩენია აი შეიძლება შემიძლია ეს დავამტკიცე იმიტომ რომ უყურებდი კაბუს რეალურს ну აი მეგონა რომ აი იგივე ხდება ყოველთვის სტუდიაში ჩვენთან როცა მოდის და ხშირ შემთხვევაში ალბომი რატო გაეწელა კაბუს ჩვენთან რომ მოდი ჩაწერაზე და ჭიდოდ გვაცინებს რომ ჩაწერის თავი არავის არ არის და ხვალმოვა ხვალიდერი დღეს იგივეა და ორი თვის საქმე 8 თვე არის არ დამთავრებულა კაბუ პოპულარობას არასოდეს არ უჩიოდით მაგრამ მე მაინტერესებს აი თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში მოგემატათ თაყვანისმცემლები მოგემატათ რეიტინგი მინდა გითხრათ ძალიან რაღაცა ხო რა მინდა გითხრათ რომ რაღაცნაირად ცოტათი სხვა მხარეს წაიყვანა ჩემი ცხოვრება ცოტა რაღაცა უფრო სპორტული გავხდი რაღაცა სხვა რამეები რაღაცნაირად სხვა რამეებიც ცოტა დავინახე რა ხვდებით ანუ აი ისეთმა ადამიანებმა ისეთი რაღაცები მითხრეს რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება არის. შემთხვევაში ვერ დამინახა რა და არ გამეკეთებინა ისე. ხო და ეხლა რაღაცა ცოტა სხვანაირად იმის გამო კი არა რომ ერთი თუ ტელევიზორში ვიყავი ან რაღაც მაგალითად თქვა ხო? არა, აი ვიღაცა უყურებდა ხო თქვა რაღაცას. მნიშვნელოვანი ჩემთვის ადამიანი და რაღაცა მითხრა რომ ეს რამდენს ეწევი ვაფშე. მითხრა ხო? და მივხვდით რა ძალიან. რა ბევრს ეწევი. ცოტა მოუკელი, მე წავედი იპოდრომზე, დავჯექი ცხენზე, ხა კიდე დავდივარ, ხა ბასენზე ვივლი და აი ეს რა ცოტა ჯამს. ანუ მე ვიცი რა თქვენ ძალიან ხშირად უყურებთ. საგრიმიოროშიც კი დაიდგით ტელევიზორი, იმით რომ რეალურები კი არა. საგრიმიოროში დავიდგით ტელევიზორი, ხო, მაგრამ ვიცი რა მე ხშირად არ მიწევს ხა სახში ყოფნა ხო ნახეთ არა და ამიტომ რაღაცას ვერ უსწრებდი, მაგრამ მაგრად მინდოდა რა ნახვა, მაგრად. მაგრამ რაღაცა ვერ ნახულობდი ხოლმე, მაგრამ ხშირად უყურებდი, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. და ბოლოს მე მაინტერესებს აი თქვენი ორივეს აზრი, უკვე რეალურის და ჯერ არ შემდგარი რეალურის, როგორია ეს პროექტი თქვენი აზრით, რამდენად ამართლებს, არის თუ არა საინტერესო და რამდენად არის ყურებადი, ანუ მაყურებლის პოზიციიდან მაინტერესებს თქვენი აზრი. გიტყვი? შენი აზრი მინდა მე გეტყვით ახლა არჩეულებრივი პროექტია ნამდვილად იმიტომ რომ ნუ ეს რაღაცა იმდენად საინტერესო არის
ჩემთვის ვთქვათ, შეიძლება ზოგიერთ მათგანი ნაცნობი არის, მაგრამ სხვისთვის რაღაც ესეთი უცხო, პოპულარული ადამიანების ცხოვრებაში ყოველდღიური ცხოვრებაში რა ხდება, რომ აი მიჯაჭვური ხარ ეკრანთან და ელოდები, რომ როდის და აი ნეტაჯერ არ დამთავრდეს და რეკლამა რამხელა დროზე იყოს. არა, მართლა ძალიან საინტერესოა, აი ძალიან საინტერესოა. მე ვიმახსოვრე ამ სიტყვას და მე ასე მეტყვით შემდეგ უკვე ერთი თვის მე. ძალიან ჩვენ რა უნდა გითხრათ, ეხლა მე გეტყვით, რომ ჯერ ერთი ძალიან კარგები ხართ სულყოვანი და გითხრათ ხალხო, რომ ეს ადამიანები არიან უთბილესები, უკეთილესი და კარგესი ადამიანები. ეს ჩვენს ოპერატორებს ეხება. ჯერ ერთი, რა, ყველას, თქვენ ყველას, იმიტომ რომ ჯარი, აი, რაღაცა არ ცდილობს, არავინ რაღაცა დაიჭიროს ცუდი და ის გადაიღოს მაინდა-მაინც რა. აი, ხო დაგდევს და აი ხო არიან, რომ რაღაცა ცუდს ეძებენ. არანაირად რა რაღაც აი რეალურია რა ხვდებით და კარგია თბილია და ადამიანებს აცნობენ ადამიანებს ანუ საყვარელ ადამიანს ხო საყვარელ ადამიანს რომელიც უყვართ ხო უფრო ახლოს აცნობენ და ანახებენ ადამიანს ეს აი ესეთია გიყვარდეს ან არ გიყვარდეს რაც ჩემთვის არის აბსოლუტურად მისაღები სხვისთვის არ ვიცი როგორ არის მაგრამ ჩემთვის არის ესე მე უნდა მიცნობდნენ რომ უყვარდეთ ისე რაღაცო ხარ ან არა. რომ ღადოც ვარ და ზოგჯერ ცოტა ისეც ვარ უხეშიც, მაგრამ ხო უნდა ვიცოდეს ეს ადამიანმა რომ ეს ესეთი ბიჭია, მოდი შევიყვარებ. ან მოდი აღარ მინდა რა, ეს მოფილად ცუდი ფულხიხია. და მეც ვიტყვი, მადლობა, გენაცვალე. კარგი ადამიანი ხარ. აი ეს უფრო კარგია, მოგზადეთ. ძალიან დიდი მადლობა. გენაცვალე. გისურვებ წარმატებებს, განსაკუთრებით ნინას მინდა უსურო წარმატება და გამძლეობა, მაყურებელს კი ვეთყვი, რომ ზუსტად სამშაბათიდან 1 თებერვლიდან თქვენ უკვე შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ნინას რეალური მაესტროს ეთერში. ახლა კი ინფორმატორში რეკლამის დროა. ვიტყევთ კვირის ინფორმატორის ბოლო მუსიკალურ ნაწილს და მე სიამოვნებით წარმოგიდგენ ჩვენს სტუმრებს რეჟისორი გიორგი ებრალიძე და ტელეჟურნალისტი სერგი გვარჯალაძე საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. გიორგი, პირველ რიგში მე დაგისვამთ ისეთ ცოტა შეიძლება ბანალურ კითხვას, მაგრამ ბანალურიც არის სწორედ იმიტომ, რომ არის ხოლმე ყველაზე საინტერესო. ანუ მოვყვეთ ქრონოლოგიურად, დავიწყოთ ქალაქი ღამით, როგორ გაჩნდა იდეა, მაშინ არ არსებობდა საქართველოში მუსიკალური ვიდეოკლიპი. ფლავთ ესე ნოვიტყვით არ არსებობდა. რაღაცა ჩანასახები იყო სხვადასხვა რეჟისორები ცდილობდნენ რომ რაღაცა გაეკეთებინათ, მაგრამ ამ რგოლებს ხდაწილად ის რაც ხვებს არ გაუმართლათ, რომ რაღაცნაირად სერიოზულად მოხდა ამის გადაღება, სერიოზულად შეიქმნა ბაზა და სერიოზულად მოხდა ამის გაშვება ეთერში და რაღაცნაირად რასაც ეხა დღეს რას კრუტკას ეძახიან და დატრიალებას აი ეს მთელი ეს ციკლი გაიარა. და ამიტომ უფრო ყველაზე პოპულარული გახდა და ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩემი მეგობარი ლეონა ლომიძე მოვიდა ერთ დღეს ჩემთან და მომასმენა 4 სიმღერა ჰქონდა და ანუ ჯგუფი პრიზი ხო? დავაკონკრეტეთ პრიზი ერქვა. რომელიც იყო ჯგუფი პრიზის ლიდერი. მომასმენა ეს სიმღერები და მე მომეწონა, ну მაშინ რაღაცა ახალი იყო და სიახლე იყო და მე ვუთხარი რომ იქნება გადავიღოთ მეთქი რაღაცა ამის ვიდეო ვერსია, რაღაცა ვხედავ მეთქი ეს როგორ შეიძლება იყოს. შენ მაშინ პრინციპიალურად ვიდეო კლიპს არ ეძახი? არ ვეძახი, ეხლაც მაინდა-მაინც არ მეყვარს ეს ტერმინი. მე უფრო ვეძახი ამას რაღაც ვიდეო ნოველებს რა, მუსიკალურ ვიდეო ნოველებს. ჩემ ნამუშევრებს ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ სხვა პრინციპით უდგები ამ საქმეს. ხო და მე მქონდა ამ დროს ესე მუშაობდი სატელევიზიო თეატრში, სადაც რაღაცა გარკვეული ბაზა გქონდა და გქონდა საშუალება რაღაცა გვეკეთებინა. ძალიან დამეხმარა სერგო ბიძაძე, რომელიც ფაქტიურად თავის თავზე იყო მთელი საორგანიზაციო პრობლემები ამ გადაღებების. მუშაობდით ღამით თბილისში, ეს არის 99 წელი. აპრილის მოვლენები დამთავრებულია, მაგრამ საქართველოში არის ძალიან შვიდი და ესეთი მდგომარეობა და დავიწყეთ ქუჩებში სროლა და რაღაცა და ძალიან ესეთი გახმაურებული ის რომ ჩვენ შეჩეული ვართ სროლას და მაშინ გასვლა იყო ძალიან ესეთი რაღაცა
ფილმს და თითქოს რაღაც ცუდად დავცადეთ. ერთგვარი წინასწარმეტყველება ხო არ გამოგივიდა. იმის შემდეგ დაიწყო ერთად რომ გაიწყოთ იმის მერე არ გაჩერებულა. არ გაჩერებულა, დაიწყო და აღარ დამთავრდა. ხო და ეს 99 წელს მოვჭით გადაღებებს. ოპერატორი იყო არ შემიძლია არ აღუნიშნო. მე მგონი გენიალური ადამიანი, რომელთანაც დააწილა ბედნიერება ემუშავა, რამოდენიმე ნამუშევარი მასთან გამაგეთებინა, ვლადიმერ ერმაკოვი, სამწუხაროდ აქ გარდაცვლილი. შემდეგ ეს 4 ნოველაც მასთან ერთად იმუშავა, მასთან ერთად 4 ნოველაც მასთან ერთად გადავიღე და მხატვარი იყო გია ლომსაძე. და ნუ აი ესე ვიმუშავეთ გამღომები და 90 წლიდან უკვე სერგი მაშინ მეორე აღზე ერთად ვიყავით. სერგიმ გამოაცხადა ერთხელ, რომ აი პირველად უშვებთ მუსიკალურ კლიპებს და ქართულ პროდუქციას და დაიწყო ამ პროდუქციის ტრიალი და უცბად რამოდენიმე დღეში გახდა ძალიან პოპულარული. აი მე არ ვიცი მართალი ვიყავი თუ არა დღეს გადაცემაში აღვნიშნე რომ ეს პერიოდი იყო სწორედ საწყისი ქართული შოუ ბიზნესის. ასეა თუ არა მაინტერესებს. სერგიმ განაგრძო. მე ვიტყვი რომ სამწუხაროდ ახლა მე არ მინდა რომ რაღაცა ეს ნოსტალგიური მომენტი იყოს. იმიტომ რომ ნამდვილად ვერ ვიცნები ახლა მთლად ობიექტური, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვიტყოდი რომ ის რაც ხდებოდა თქვა მაშინდელ შოუ ბიზნეს ნამდვილად ვერ უწოდებ ამას, მაგრამ ის რაც ხდებოდა თქვა აი ამ მუსიკალურ სფეროში ბევრად უფრო ინოვატორული იყო, ბევრად უფრო საინტერესო, თავისუფალი, ლიბერალური ამავე დროს ზოგ შემთხვევაში პოლიტიკურად ძალიან გამართული რაც თქვა პოლიტიკური თემატიკა დღეს საერთოდ მიუღებელი კი არა აღარ არსებობს თქვა ამ განსაკუთრებით როკში და უაღრესად ინტელექტუალური და ინტელიგენტური მე ვიტყოდი იმიტომ რომ ახლა როკ ჩამოთვალო თქვა იგივე კიშო გლუჩაძის მე ერთ-ერთი აი სერიოზული ფანი ვარ კიშოსი დღემდე მისი ლირიკა თქვა თუნდაც ის რასაც აკეთებდა ლადო ბურდული მაშინ თუნდაც ის რაც ხდებოდა თქვა ჯგუფი ტაქსი იყო ძალიან საინტერესო ჯგუფი და სამწუხაროდ ფაქტიურად ჩვენ არაფერი არ ვიცით ეს იყო პლატფორმა მომავალი ქართული შოუ ბიზნესის იმ თვალსაზრისით რომ ეს ახლა ის რაც რუსეთში ხდებოდა თქვა იგივე იქაც ჰქონდათ ეს რაღაც როკ ბუმი მაგრამ ვიტყოდი რომ ჩვენ ბევრად უფრო საინტერესო პროექტები ჰქონდა და უფრო გამბედავები იყვნენ ეს ის სუფთა როკი ეს იყო როკი, ეს იყო პანკი, ეს იყო რაღაცა ბრეიკ დანსი, ეს იყო ელექტრონული მუსიკა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გონია, რომ ელექტრონული მუსიკა, თქვა ქართული ელექტრონიკა, რომელსაც ახლა კიდევ შედარებით არც ვიცნობ, თქვა რაღაცა ბოლო 5-6 წლის წამონაწყებია, მაგრამ მე ვთვლი, რომ 99-ში უკვე თქვა დადა დადიანი მუშაობდა ამ სფეროში, ძალიან საინტერესო რაღაცებს ჰქონდა. ეს არის სამწუხაროდ მივიწყებული თქვა ქართული კულტურის ერთ-ერთი ნაწილი და ეს 10 წლიანი მონაკვეთი დაიკარგა, იმიტომ რომ არ არსებობდა არც სცენა მაშინ, არ არსებობდა თქვა მასმედია არ იყო ისეთი დაინტერესებული და დავამატებ რომ თქვა ის რაც კეთდებოდა, იმიტომ კი არა რომ ჩვენ ვაკეთებდით ამას. ეს მეორე არხის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ალბათ ის იყო რომ თქვა ეს მარგინალური ჯგუფები, თქვა პატარა მინი ჯგუფები გამოჩნდნენ ეკრანზე და მათი კულტურა და თქვა ეს მთელი მოძრაობა ვფიქრობ, რომ უფრო საინტერესო უნდა იყოს საერთოდ ჩვენთვის ის რომ გავერკვიოთ რა მოხდა მაშინ, თქვა და რატო შეიცვალა მე ესეთ მე ვეძახი ამას სურამელაშვილის პერიოდს, როდესაც გაჩნდა სურამელაშვილი და რაღაცა აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული რაღაცა ახალი შეიქმნა, შეიძლება ზოგ შემთხვევაში სუროგატული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხარისხი ძალიან დაბიო. მე როგორც ვატყობ, ჩვენ ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ დავიწყეთ როკით და არა რაღაც გარკვეული ქვეყნებივით ყავსით, ხო? საერთოდ მეორე არხი მე მგონი შენ სწორად დასვი. მეორე არხი იყო როკი. მეორე არხი იყო როკი და მე მგონი ქართული შოუ ბიზნესიც მეორე არხიდან დაიწყო. თუნდაც იმ გადაცემით, რომელსაც შოუ-ბიზ დაიჯესტი ერქვა და მაშინ საერთოდ შოუ ბიზნესზე საქართველოში ლაპარაკი კი არა არც იწერებოდა და არც ეგ სიტყვაც არ იცოდნენ სხვათა შორის. სერგი, თქვენ მაშინ იყავით ყველაზე პოპულარული ადამიანი თბილისში, და ამბობთ, რომ გაჩნდნენ ეკრანზე ესეთი სახეები. მე მაინტერესებს ნუ თქვენზე გასაგება, მაგრამ სხვებზე რამდენად იმოქმედა, აი თუნდაც გიორგის ნამუშევარმა, იგივე დადაზე, იგივე ქიშოზე, ჩარკვიანი დღეს უკვე მეფეა და აქ არის, მაგრამ დანარჩენები წავიდნენ. ხო, აი რატო წავიდნენ ისინი? აი რატო ვერ მოერგნენ ამ სიტუაციას? თუ სიტუაცია იყო ფაქტიურად აბსოლუტურად მიუღებელი მათთვის
არა, ეს იმიტომ ხომ მე იმას ვკითხობ, იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ ეს მათი ეკრანზე გამოჩენა არაფერს არ ნიშნავდა უბრალოდ და ვერ ისე ამ ადამიანებისთვის ნაწილობრივ საერთოდ იმ პერიოდში ვთქვათ ჩვენთვისაც ეს ეკრანზე გამოჩენა არაფერი არ იყო. ახლა ეს იყო საინტერესო საქმე, მაგრამ თუმცა თქვენ ქმნიდით მუსიკას მსმენელისთვის და მაყურებლისთვის. ხო, არ იყო ესეთი აჟიოტაჟი და ესეთი განსხვავებული ის რომ ეხლა მაგალითად ჩემ მეგობრებისთვის ის ფაქტი რომ მე ვთქვა ტელევიზიაში მუშაობდი რაღაც არასერიოზულად მიაჩნდა საერთოდ იმიტომ რომ ნუ ახლა უპირველეს ყოვლისა ალბათ იმიტომ რომ ამაში ფინანსები საერთოდ არის აქ არის ლაპარაკი საერთოდ ფულზე ეს იყო ლაპარაკი იყო იმაზე რომ რაღაცა ჯგუფი ადამიანების შეიკრიფნენ და რაღაც სახალს აკეთებენ და ეს აინტერესებს მაგრამ მე რასაკვირველია როდესაც ნუ უკვე ოჯახს ქმნი ანუ გინდა უბრალოდ განვითარდე და ცოტა მეტი ინსტრუმენტი გქონდეს სახში და საშუალება გქონდეს რომ მუსიკა აკეთო და ამით ირჩინო თავი ძალიან გაჭირდა მაშინ ცხოვრება და ეს ადამიანები უბრალოდ ერთ დღეს დილემის წინაშე დადგნენ აქ დავრჩე თუ წავიდე სადღაც ვირჩინო ეხლა თავი გადავრჩე უბრალოდ და სწორედ ამიტომ დაიშალა ფაქტიურად აი ეს მთელი ქართული როკის რაღაცა გარკვეული ეტაპი რაც მიმაჩნია რომ ნუ ეხლა ამას ვერაუვლიდით და ყველაფერი რაც ხდება ალბათ კანონზომიერია და ნუ ახლა ალბათ სხვა ახალი ეტაპი იწყება და ძალიან ნორმალურად მიმაჩნია ეს ყველაფერი. გიორგი, თქვენ მე ხშირად გამიგია თქვენ გარეთ ჩვეულებრივ პოპზე ცოტა გაგიჭირდებათ შექმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც გაინტერესებს, თორე ხა რომ გააკეთებთ ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თქვენ სწორედ ამ სფეროში დაიწყეთ თავიდან. არა, მე ესეთი აი როკი ამ მინაროვის ისეთი სრული მნიშვნელობით მე ყოველთვის ჩემში ინტერესი იწვევს რაღაცა განსხვავებული. ანუ რაღაცა ის, რაც არ არის ჩვეულებრივი და რაღაცა აქვს და რაღაცა სრული არის მასში და რაღაცა ყველა მე მგონი რომელი ჟანრისაც არ უნდა იყოს მუსიკა თუ ის თავისთავად საინტერესოა და რაღაცა დევს მასში, რაღაცა ემოცია დევს და რაღაცა განწყობილება აქვს და რაღაცა მოაქვს იმას. თავისთავად საინტერესოა. ამიტომ მე ესე ჟანრობრივად არ მაქვს ეს დაალაგებული. თავარია უნდა იყოს იქ რაღაცა უნდა დავინახო. ხო და რაც შეეხება აი მე თქვენ ძირითადად ლაპარაკობდით იმ ხალხზე, იმ 4 ადამიანზე, ვისი ჯგუფებით იქნებიან ამ იმაში მეორე ფილმში 4 ვიდეონოველა და იქ ძალიან საინტერესოა მათი ინტერვიუები. ეს რამდენი წელი გავიდა უკვე 13 წლის წინანდელი მათი პოზიცია, მათი რაღაცა დამოკიდებულება, თუნდაც მათი გარეგნობა იგივე გიშო გლუნჩაძე ფაქტიურად დავიწყებულია საქართველოში ამ დროს მე ვთვლი რომ ეგეთ პოეზიას იმის სიმღერისთვის, როკისთვის არავინ ჩვენთან დღემდე ვერ აკეთებს. იმდენად ღრმას და საინტერესოს როგორცაც აკეთებდა ის. ისე კარგ სინთეზს ვერავინ ვერ აღარ აკეთებს, როგორც აკეთებდა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ეს ხალხი ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და მათ კულტურაში შეაკეთებენ რაღაცას და არა ჩვენთან. მაგრამ რა ვქნათ, რომ ესე მას. სერგეი, იმ დროს თქვენ ძალიან აქტიური მუსიკოსი იყავით. დღეს ძირითადად სატელევიზიო საქმიანობით, კერძოდ ჟურნალისტიკით ხართ დაკავებული. ანუ მე მაინტერესებს დაანებეთ მუსიკას საერთოდ თავი თუ თვლით რომ რაღაც გარკვეულ პერიოდში თქვენი ცხოვრების მაინც მიუბრუნდებით. მე ჩემთვის მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანი ახლა მუსიკასთან ყოველდღიური შეხება მაქვს, იმიტომ რომ არსებობს რადიო გადაცემა, რომელიც ფაქტიურად ჩემი ჰობიც არის და პროფესიაც, ეს რადიო ფორტუნაზე და ფორტუნოფილის პატარა რეკლამა უნდა გავაკეთო. და რასაკვირველია არსებობს მუსიკალური პროექტები ეს არის ნაწილობრივ თქვა ელექტრონული მუსიკა, რომელსაც ვაკეთებ და ხან ერთი სახელით, ხან მეორე სახელით სადღაც ვაქვეყნებ, ეს აბსოლუტურად არაკომერციული პროექტია. საერთოდ მუსიკალური პროექტები არასოდეს არ ყოფილა ჩემთვის რაღაც შემოსავლის წყარო. არის პროექტი, რომელზეც უკვე წლების მანძილზე ახლა გარკვეული რეგულარობით ვიტყოდი. თქვა ბიბი კვაჭაძესთან ერთად გაკეთებული რაღაც პროექტები ეს თქვა პროდუქტი დავარქვათ ამას ძალიან ცუდი სიტყვა ბიბი და სერგი და არის ჯგუფი რომელიც დღემდე პერიოდულად როდესაც ვარ გერმანიაში მათთან ერთად ვცდილობ რომ დაუკრავ იმღერო ეს არის გერმანული ჯგუფი სამბადის რაც შეეხება ახლა ალბომების გამოშვებას და გასტროლიანად გერმანელებთან არის ძალიან გერმანული ჯგუფი ანუ თქვენი გენეტიკური კოდის წევრები არ არიან ამ ერთად არ არიან. გენეტიკური კოდის წევრები
ძალიან საინტერესოდ დაიყო ეს ჯგუფი, იმიტომ რომ ახლა სულ ცოტა ხნის წინ გავიგე რომ ბასისტი მიშა თურმე წლის ერთ საუკეთესო სტუდია აქვს ლუიზიანის შტატში და მის სტუდიაში იწერება, არ ვიცი, ვინტონ და ბრენფორდ მარსალის იწერს მაგალითად. გუძონა, იგივე ალეკო გეგეშიძე ლონდონში ცხოვრობს და პერიოდულად მუშაობდა, თქვათ ასეთ დიდ სახელებთან, როგორც არის ბოი ჯორჯი უკაცრავად. და უამრავი საინტერესო back to black არის ესეთ ძალიან კარგი ესე ჯგუფი, აი თქვათ იგივე ჯემერიკვაი ამ ლეიბლიდან წამოვიდა, ეგ მუშაობდა. ნუ დადიანი აკეთებს ჩემის აზრით ბრიტანეთში ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ გულში მე ვიტყოდი გერმანიის მერე რაც პირველია. ძალიან საინტერესო ახალ მუსიკას და რადიკალურად, აი ის რადიკალი დარჩა რაც იყო, იმიტომ რომ ფაქტიურად დღესაც ანდერგრაუნდში მოღვაწეობს და ეს არ არის თქვათ მარტო იქ UK გარაჟი, არამედ თქვათ ჰიპ-ჰოპ ჯგუფები და უამრავი რაღაც. ქიშოს ბედი არ ვიცით, აი ქიშოს ამბავს სულ ვცდილობ რომ რაღაცნაირად გავიგო, ვიცი რომ შეერთებულ შტატებშია, მაგრამ სამწუხაროდ აი არანაირი კონტაქტი არ აქვს და თუ ვინმე აქვს კონტაქტი ქიშოსთან, აი სიამოვნებით გავიგებდი სად არის და ერთ მეილს მაინც გაუგზავნით, იმიტომ რომ უზარმაზარი სურვილი მაქვს რომ ერთი სიმღერა მაინც მისი ჩავწერო თავიდან, იმიტომ რომ აი მართლა სერიოზულად მიმაჩნია რომ ეს ადამიანი არ უნდა დავივიწყოთ. ნუ არსებობს ეს ფილმი ლაკა და ნუ ამითი ასე თუ ისე პერიოდულად გვახსენებს თქვათ რაღაცა რომელიღაც არხი საერთოდ ამ პერიოდის შესახებ. ვინც არის ეს ლაპარაკია ქიშო გუნჩაძეზე, რომელიც ლაკაში იგივე ქიშო რომელიც აქედან გამომდინარე ეს მუსიკა ამის გარეშე ცხოვრება არ შემილია, მაგრამ აი იმ სახეს რომ ეხლა აქ რაღაც როტაციები და რასკრუტკები და მაგ უზარმაზარი სურვილი რომ ერთ დღეს ვთქვათ რაღაცა კონცერტი ჩავატაროთ, მაგრამ სურვილი მაქვს რომ ამ კონცერტში ვთქვათ იგივე დადამ და ქიშო მიიღოს მონაწილეობა და გარკვეულწილად რაღაცა მოლოდინის მომენტიც არსებობს რა. და აი ასეთი რამ რომ მოხდეს და მე დარწმუნებული ვარ შეიძლება ძალიან მალე არა, მაგრამ როდესღაც აუცილებლად მოხდება. ისევ რომ შეკრიბოთ ის გუნდი გიორგი, ქიშო, სერგი, დადა, მეფე, იგივე პრიზი თუნდაც დღეს თქვენთვის ისეთივე საინტერესო იქნება მათთან მუშაობა. მაშინ იყო მაინც პირველი ნაბიჯები და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ჯერეთი თუნდაც იმიტომ იქნება საინტერესო, აი თქვა 15 წლის შემდეგ იგივე გუნდით რო გააკეთებდი იგივე შეიძლება გაკეთდეს ისევ 4 ვიდეო. იგივე ფორმატით რა, ინტერვიუ და მე მათი კლიპები რამდენად სხვანაირები გახდნენ და მათი მუსიკა როგორ შეიცვალა. და იგივე ლევან ლომიძე მოსკოვში არის და არის ის რა ქვია რუსეთის ბლუზ გიტარისტი, ერთ-ერთი საუკეთესო შედის საუკეთესო სამ ბლუზ გიტარისტში რუსეთის. და ძალიან პოპულარული ჯგუფი ყავს და ძალიან კარგად არის. ნუ ყოველ შემთხვევაში მუსიკით ირჩენს თავს, პირდაპირ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მუსიკით რო ირჩენ თავს, ესე იგი ეს ძალიან ესეთია და ესეთი მოქმედი დარჩა იმ ჯგუფიდან მხოლოდ ირაკლი ჩარგვიანი, რომელიც დღეს აქ აგრძელებს თავის მოღვაწეობას და ისიც ფაქტიურად მუსიკით ირჩენს თავს. ოღონდ აქ ესეც ძალიან დასაფასებელია. ხო, მე მგონი ეს უფრო დასაფასებელია. ძალიან დიდი მადლობა, სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი საეთერო დრო, მაგრამ ჩვენ წინ ძალიან დიდი სიამოვნება გველის, მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ შეგიძლიათ მოემზადოთ კარგად, რომ გაიხსენოთ 80 და 90-იანი წლების მართლაც ყველაზე ხარისხიანი მუსიკა, ჩვენ კი ერთ კვირაში ისევ შევხვდებით კარგად.